გამარჯობა პოდკასტი ნიკუშა დაბრუნდა. მადლობა იმისთვის, ვინც უკვე გამომიწერა, ვინც ჯერ არ გამომიწერა, გეტყვით რომ არ უნდა გამოტოვოთ და დაივიწყოთ ეს შესაძლებლობა და რა თქმა უნდა მიაქციოთ ყურადღება ბანერს, რომელიც გამოდის ხოლმე კადრში და გამოგვიწეროთ, დაგვიტოვოთ თქვენი კომენტარები და რაც შეეხება დღევანდელ დღეს. მოკლედ ვიხსენებდი ძალიან ბევრ პოლიტიკოს, ვისთანაც შეიძლება და მელაპარაკა საკუთარ პოდკასტში და მივხვდი რომ პირადი შეხედულებებით, პირადი კეთილგანწყობით გადაწყდა თუ ვინ უნდა მოვიწვიო ჩემთან პოდკასტში სასაუბროთ და რა თქმა უნდა არაფორმალურ გარემოში ვისაუბრებთ ყველაფერზე. პირველ რიგში უნდა გითხრათ რომ ადამიანი რომელსაც სულ რამდენიმე წამში წარმოგიდგენთ, იყო ჩემი ერთ-ერთი გადაცემის ერთ-ერთ არხზე და არხს არ დავაკონკრეტებ, სადაც მიმყავდა გადაცემა ჩვენი პარლამენტი მოკლედ და მაშინ რაღაც ესეთ ჩარჩო ფორმატში ხშირად საუბრობდი ხოლმე ამ ადამიანთან და აქ ნახავთ ახლა იმ ვიდეოებს, რომელიც ასახავს იმ რამდენიმე ინტერვიუს და კარგად დამამახსოვრა საკუთარი თავი, მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ვითვლიდი ვიდრე პირველ გამარჯვებას გეტყობდი დღეს და 10 წელია გასული, მოკლედ 2016 წლიდან, მაშინ როცა ჩავწერე ბოლო ინტერვიუ. პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე. იყო დრო როცა ბატონო ზურაბით ესე მოგვართავდი და ხო 10 წლის წინ და რაღაცნაირად ესე შეგვამეგობრა ასე ვთქვათ, ცხოვრებამ და ცოტა რაღაც კაი მაინც მოხდა რა მაცის გამო. კი, კარგი მოხდა. როგორ ხარ ჩემი ხარ? ნორმალური. თან შეგვიძლია ვიარო და ხო, იცი რა, პირველი მე არ მაქვს ეს თანმიმდევრობა, აბსოლუტურად ამოვარდნილი ვარ ყველანაირი იმ პრინციპებიდან, რომელსაც ჩარჩო გადაცემაში ვითვალისწინებდი ხოლმე და ვამბობდი რომ ზურას აუცილებლად უნდა ვკითხოთ, რომ რაღაც ესე მახსოვს, რომ ჩემი ტყვეობის დროს მე დაემთხვა შენი ტყვეობაც და გავცელდა ყოველ შემთხვევაში აზრი, რომ პოლიტპატიმრებიო, ანუ პოლიტიკოსი პატიმრებიო, უფრო დიდ საკანში არიანო, ვიდრე ჩვეულებრივი, ანუ აქციის დროს დაჭექლებიო და დაახლოებით რამხელა იყო საკანი? ჩემი იყო ანუ დიაგონალზე, როგორ დიაგონალზე, იცი ორი საწოლი ხო? აი ნაბიჯებით რო საშუალო ნაბიჯები. ესე დიაგონალზე რო წავსულიყავი, 8 ნაბიჯი იყო რა. ანუ კარიდან რო შედიოდი, ესე დიაგონალზე იყო 8 ნაბიჯი და. პრინციპში ხო ძალიან დიდი არ გამოდის, იმიტომ რომ მე სადღაც ვითვლიდე 6-დან 7 ნაბიჯამდე. ნუ ეხლა შენი და ჩემი ნაბიჯები განსხვავდება აჭკარად. მართლა გაგდა. დიარი ხო არა. აქვე რომ ამოვწურო ოღონდ ყველა კითხვა, რომელიც მაყურებელს შეიძლება ქონდეს, თითქოს იქ პრივილეგიები აქვთ და აი პოლიტიკოსებს რაღაც უფრო ითვალისწინებენ ვიდრე ჩვეულებრივ მოკდავებს და იყო რაიმე განსაკუთრებული ან შეღავათი, ან ეხლა მე კი ვიცი რაღაც დეტალები რომ გავხსნათ ფლეშკაც. აი, შედარება მაგაკეთებ ჯერ შენთანაც მაგ გამოკითხული. ეს მაინტერესებდა გივა ხობაძესთანაც მაგ გამოკითხული. დანის და რუსთავის შედარება. ნუ იმითო დაიწყო ჯერ აქ მარტო ხარ საერთოდ დამას პლუსი არ ცხადე, იმიტომ რომ რაღაცა ფიქრის მეტი საშუალება გაქვს სიტყვაზე არავინ არ გელაპარაკება, შეიძლება დიდხანს ითქო რაღაცებზე და უფრო მშვიდად შეიძლება რაღაცები წაიკითხო ალბათ. პლუს სიტყვაზე არავინ არ გიზისეთ ვინჩევა სიგარეტს ეწეოდეს და რაღაც პლუსები აქვს. მინუსი არის ცხადე ხა ნუ რაღაც პონჩი მარტო ყოფნა დიდხანს გაგიჟებს რა. და ნუ ერთ-ერთი შანსი გაქვს ადვოკატს თუ დაელაპარაკები, თორე სხვა ბადრაგის მაინც და მაინც ბევრს არ გელაპარაკება. პრივილეგიები არა, ანუ შეიქ რეჟიმი თან ჩემთან ის იყო, ანუ განსაკუთრებულ კაც რეჟიმში ვიჯექი და მეც და გვარამიას და ყველა იქ მიწის ეგრე არის. აი სეირნობის მომენტი არ კიდე საინტერესო, იმიტომ რომ ზოგადად ეს როგორც სახალხო დამცველის უშუალო თვითონ ბატონ იოსელიანს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა გულისხმობ აპარატს, ვინც მუშაობს იურიდიულ საკითხებზე, პატიმრების თემაზე და ისინი სულ ამბობენ, რომ აი წლობით გრძელდება ერთი და იგივე პრობლემა, იმიტომ რომ მეც მქონდა მაგალითად, აი დილით უნდა ისეირნო 6-ზე, ვეუბნები რომ ვიღვიძებ 8-ზე, ვერ ვისეირნებ 6-ზე და იქ როგორ იყო? მე გეტყვი იქ რა იყო, ანუ პრობლემა რაღაცა. მაგალითად ყოებაზე გდანიდან რაც გამოდიოდა, რომ რაღაცა გაფუჭებული საჭმელი და რაღაცა აქ არ იყო, მაგრამ რო ვითხარ რაღაცა გემრიელი საჭმელი იყო, არ იყო რა, მე ვყიდულობდი იმას მეგრულ აჯიკას და ყველაფერში უშვებოდი, ხა ბორში იყო, სუპი იყო, აჯიკას რო რაღაცა ცხარე გემო მიმეცა. ცოტა გემო. ხო, რაღაცა გემრიელი საჭმელი იყო, მაგრამ გაფუჭებულიც არასოდეს არ ყოფილა რა. პრობლემა იყო შხაპი. ხო. ჩვენთანაც ორჯერ იყო ხო კვირაში? კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს იყო ჩვენთან. ხო, ჩვენთანაც ეგრე იყო, კვირაში ორჯერ იყო და ეგ პრობლემა იყო, იმიტომ რომ ზაფხულში როცა 45 გრადუსი იყო,
და აი უსაშველო სიცხეა, რომ წყალი გაგდის და მე თან შეჩეული ვარ ღრმა ბავშვობიდან, რომ დილით ჩხაპი თუ არ მივიღე, უბრალოდ ქუჩაში ვერ ვარსებობ რა. ხო და მაგაზე მქონდა ამბავი, ყველაფერზე უარი მითხრეს. აი საიდან მოიტანეს პრივილეგიები არ ვიცი. ხო არა, მეც მაგიტო სამეხლა ამ აგვისტო იყო ერთადერთი თვე, როცა გითხეს რომ მესამე შხაპს დაგიმატებთო. ხო, აგვისტო არის თვე რუსთავში, როცა რუსთავში წყალი წყდება ხშირად. და ამიტომ რამდენჯერმე მომიწია აგვისტოში კონკრეტულად ხო თქვა 7 დღე, 9 დღე შხაპის გარეშე. იყო ჯოჯოხეთი რა. პრობლემა არის რომ უნიტაზი არ არის, იქ არ არის. ჩვენთანაც ეგრე იყო, რაღაცა პატარა არ ვიცი 1 კვადრატული არ ვიცი რამდენია. ხო, და ჩეჩმა რა, უნიტაზი არ არის ხო. ან ჩეჩმა ის არის ხალხო, ვინც არიცით, ორი ფეხი წოდები და საწოლი ახლა ლოგინი არის პრობლემა, ახლა მე კიდე რავი, ხა სულ ვარჯიშობდი ყოველ დღე და ხო და აი ეგ უნდა გითხო, იმიტომ შენ ხარ მაღალი. თუ არა ხერხემაზე ყველავანში პრობლემა გექნება. კი ბატონო და გავზომე. მაღალი ხო ნუ ფეხები ესე მელაგა. ხო, რო სიგანე და სიგრძე არ ემთხვევა და არ ვიცი ხა შეიძლება იქაური მითია. ლოგინი პრობლემა. ადგილობრივმა ხალხმა გითხრა რომ იდეაშია ვინც გააკეთაო ეს და დააპროექტაო ეს ეგრეთ წოდებული არმატურა თუ რავი რაც განუ რკინა დაზოგეს და გამოვიდა უფრო ვიწრო და უფრო მოკლე. ნუ მე მიჭერილი მქონდა ფეხები ან ზემოთ ვალაგებდი ხოლმე, იმიტომ რომ მე ვარ 1.92 და ან თავი მქონდა მიჭერილი, ან ფეხები მქონდა მიჭერილი, მაგრამ ნუ ეხლა რა იგი ისეთი რაღაცა მაგაზე მე 78 ჩაიზამეთ არ გამოურჩეოდა ბევრ რაღაცებზე. ერთ-ერთი იყო შხაპი, რაზეც გავჭედე, რომ ავი ვერ მიხსნიდა, უბრალოდ რატო ანუ შხაპი იყო, წარმოგიდგენთ, საკინე ისეთ ხო არ გამოდიხარ და კარები რო იღებოდა რომ გამოდიოდი, აი ზუსტად 5 ნაბიჯნა გადაგედგა ესე და იყო შხაპი რა და ვერ ხვდები პროსტა რომ აი წყალი გენანებად თუ აი თან მე არ დავდიოდი სასეინოთ რა და ვეუბნებოდი რომ სასეინოთ ხო დღეში 1 საათს გიზოგავთ რომ ბადრაკსაც როს უზოგავ რომ რაღაც წასაყვანი მოსაყვანი არა ვარ ამ 1 საათს მაგრამ უბრალოდ 10 წუთი შემიშვა აი აქვე გადავივლებ და მაგრამ ნუ პრობლემა ჩვენ გვითხრეს ის მიზეზი რომ სისტემა იქოქებაო ხო და მეთქი სისტემა რო იქოქება, ანუ იმ სისტემაში ადამიანი ხო არ არის, რაღაცას აჭერს თუ უშვებს თუ როგორც არის და მე მოდის დაუშვათ ეს წყალი და ანუ რომ მოუშვა კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ ისე ხო. სინამდვილეში ძალიან მალე მივხვდი, რომ ერთი რო არსებობს რაღაცა დაწერილი წესები, რასაც გაკითხავენ თავიდან, მეორე არის რაღაცა დაუწერელი წესები, რომელიც არასა დაწერია, მაგრამ ნუ აი საბჭოთა დროს იყო ის ნიპალოჟენა, რო გეტყვიან რომ არა, რავი, არა რა, ისე მაგალითად არ შეიძლება შორტი. ზავ რატო არ შეიძლება შორტი გაუგებარიყო, დაჟე შარვას ვიწევდი სპორტული მეც აქამდე რომ რაღაც ხო ის მანჟეტები რო შორტად რო ყოფილიყო დერეფანში თუ გავდიოდი ეს არ შემოგზავნინეს არა შანსი არ იყო დერეფანში რო გავდიოდი ის უნდა ჩაომეწია რა რომ მithქეს რომ რავი ორი წესიაო და ეგეთ რაღაცებზე არ ჭედავდი რავი არის რაღაც წესი მაგას დიდი შინაარსი არა მაგრამ ნუ რაც არის გაგილების სისტემაზე გემახსოვრება შენს ახობაძემ და მე ერთი ამბავი ავტეხეთ და ის ეგრეთ წოდებული ვენტილატორი აი ძლივს შემოვაგზავნინეთ და მე მახსოვს რომ აი მაშინ როცა ჟურნალისტები ლაპარაკობდნენ და უყურებდით ანტევე პირველის ან ფორმულას ეთერში სულ იყო ხაზგასმული რომ განსაკუთრებით რუსთავში ცხელა და ანუ იქაც არის იყო რუსთავში იყო რაღაც საკნები სადაც ეყენა კონდიციონერი ჩემთან არა კონდიციონერი შეგიძლია ფული გადაიხადო და დაგიმონტაჟებო უბრალოდ მე რაღაც პონჩი თავიდან პრინციპი მქონდა რომ რავი ყველა როგორ ძის ეგრე ვიჯდები და რაღაცა მაინც განსაკუთრებულ კომფორტს არ შეგვიძლია ამიტომ მეც რაღაცა დრო დამჭირდა რომ ჯერ ბარათი გაეკეთებინათ ლიბერთის მე რო ფული დაესვა ჩემებს და პროპელერი ვიყიდე და ნუ აი პროპელერი მქონდა სულ ჩართული მაგრამ ჩემი ვიყავი მეორე სართულზე სადაც კიდე ატანადი იყო ეგ მაგრამ მაგალითად სიტყვაზე მიკამელია ეხა არ ვიცი არ მესამეზე რომელსაც აქ რაღაც რკინის სახურავი და იყო რავი ჩაულებრივ საუნაში მთელი დღე რა მანდ იყო ვაშაძეც რომელიც ფიზიკურად ვეღარ უძლებდა და მე ჩამოიყვანეს ანუ მაგრამ აწვალეს მაგრამ მე ჩამოიყვანეს მეორე სართულზე მაგრამ ეგეც არის ეგეც იმის გამო კი არ არის რომ აი ის გამო კი არის რაღაცა ჯინი აქვს და ცუდად გექცევა. იმიტომ რომ უბრალოდ აი რაღაცა პროტოკოლი გაწერილი ნაწილობით ნაწილობით ზეპირი იციან და იმას მიყვებიან რა ანუ ბადრაკს რაღაცას ვეუბნები რომ ეს მინდა ბადრაკის პასუხი არის ან კი ან არა ან ვიკითხავ. წავა იკითხავს მე მოვა და გეთხის ან კი ან არა ხო? და რაღაცნაირად მეც მივხვდი რომ ნუ რაღაცა ხა ბადრაკის დონეზე მაგის იმას აზრი არა აქვს რა და მაგითო ვიზახე რომ რაღაცები იყო რაზეც ვიღაი დავა მეზარებო და რა, ხოდე შხაპი იყო ისეთი რაღაცა, რაც
ერთადერთი თემა იყო, რაზეც მე ნასკები რა გავჭედე, მათ შორის იოსელინიც იყო შემოსული, ერთ-ერთი ეკუთხარი, რომ უბრალოდ მეთქი მესამედ მაბანაო, ხო არ ვითხოვ ყოველდღე, მაგრამ კვირაში მესამედ ერთი მაბანაო რა. და აი რადგან ზურა ამ თემას შეეხო, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაც საბაზისო საკითხები, აი მაგალითად ის, რომ ადამიანმა საკუთარ ჰიგიენას თვითონ მიხედოს და მე მგონია, რომ აი აქაც ეს ჩაჭერა ბოლომდე და რაღაცა პოლიტიკური კონტექსტით მიდგომა, რომ ეს ჩვენ აზრს არიზიერებს და მოდი დავსაჯოთ ამ ხრივაც, არის განსაკუთრებით არაადამიანური და როცა გიკვირთ ხოლმე, როცა ხას უსვამ და ვაპარალელებ, რომ წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა, ესე შეიძლება მივიჩნიო პირადად მე, როგორც ერთმა ადამიანმა მოქალაქემ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ბეტონის კედლებში ხურდება, ეს მთელი დღის განმავლობაში იწევს ამ სიცხეს და მე ნუ არის, იმიტომ რომ მე და გიორგიმ რო ავტეხეთ ყვირილი, აი მართლა ოფისში აი ვიხჩობოდით, რასაც ქვია. სამი რამე რაც ქონდა, ხა ბევრი რამე შეგიძლია ცხადია გავაუმჯობესო ხო? მე რაღაც შეიძლება საკვებზეც ილაპარაკო იმაზე, მაგრამ სამი რამე რაც ქონდა და აჩე ვფიქრობდი, ერთი არის ეგ რომ რავი რა, რომელი საუკუნე რა დრო შეჭმა. ეგ მარტო იმაზე რუსთავზე იმაზე არა, ზოგადად ყველა პატიმრისთვის ვიზახი, რომ შეჭმა არ უნდა იყოს რა. და უნიტაზი უნდა იყოს. მათ შორის ეხა ასაკოვანი ადამიანის წარმომიდგენია რა. ასაკოვანი შესაძლებლობის ხო, მე ფიზიკურად ჯანზე ვარ, ეხლა რავი, სანამ დამიჭედე, მანამდე ჯიმში დავდიოდი და სულ დავდიოდი, იქაც სულ დავდიოდი 18 კილომეტრს დავდიოდი დღეში რა. სულ ვარჯიშობ რა, მაგრამ ასაკოვანი ადამიანისთვის ეს ჩაიკუზე, აიკუზე მგონია რომ პრობლემა ძალიან რთულია. მეორე არის ეგ ბანაობა, რაც აი ყველავარენ შესვლილია და არაფერი არ არის. აი თუნდაც იმ პატარა იმაში თქვენთანაც ეგრე იქნებოდა რაღაც არის მეტრზე სიტყვაზე რაღაცა რაღაცა შეჭმარი, იქაც კი რა გუნდა რომ ცხელი წყალი იყოს და შხაპი იყოს, აი რომელი საუკუნეა. ჩვენ იმის უფლებასაც არ გვაძლევდნენ რაღაც პერიოდი, მე რაღაც პრივაგენით რა, მაიმუნურ რაღაც გზებს. ანუ არ გვაძლევდნენ არც იმის საშუალებას, რომ აი შეიტანო დაუშვათ სათლით, ნუ ვედრო ყველამიცის და აი უბრალოდ თუნდაც ცივი წყალი გადაგებლა, იმიტომ რომ ეს კამერები და მორბოდნენ ეგრევე და მე მქონდა ეს თავიდან დამახვედრეს ეს პლასმასის სათლი დამახვედრეს და ნუ იდეაში შემიძლია უბრალოდ თვითონ ეს ნიჟარა ისეთია რომ სადაც ვერ გაავსებ, აი ამ ხელა, ონა მართლა ამ ხელა. ხელებს რო ვერ ვიბანდი, სიტყვა და აქ რო დამებანა, აი ვერ აი ამ ჩვენთან აი რაღაც ესე უყურებთ. მესამე ან უნიტაზი, შხაპი, სადაც ცხელი თუ თბილი წყალი მაინც არის, უბრალოდ გადავლების საშუალება იყოს და მესამე არის ჩემი აზრით ჩემნაირი ადამიანის, შენაირი ადამიანისთვის ჩვეულებრივი მგონი მართლა წამებასთან გათანაბრებული ამბე, როცა არა გაქვს წოდომა ინტერნეტთან, Google-ი და თუნდაც მარტო Google და Wikipedia ხო თავი და დაანებო YouTube-ზე რაღაცებს, მაგის ახსნა არ არსებობს 21 საუკუნეში. მე შეიძლება შემიზღუდო კომუნიკაციის საშუალება გარეთ და მე ვერაფერი ვერ გავაგზავნო რომ გარეთ, იმიტომ რომ არ ვიცი რაღაცა რა ჩემ შემთხვევაში რეციაში რევოლუციას მოვახდენ შეგიდან პირობითად ვიზახი, მაგრამ შეიძლება შემიზღუდო მე საერთოდ ვერაფერი ვერ ვქნა, მაგრამ რატო არ უნდა მქონდეს იმის საშუალება რომ რაღაცა დავგუგლო, რაღაცა ვიკიპედიაში ნახო, ან YouTube-ზე რაღაცას უყურო, მართლა არ მესმის. ადამიანი რომელიც შეჩოულია მაგის კეთებას გარეთ წლების განმავლობაში, მე მქონა განცდა რომ აი ტვინის დიდი ნაწილი, ხო და external drive მომაძრეს და გადააგდეს და ძალიან მიჭირდა იმ გაგებით რომ მეხსიერებაზე დატვირთვა მაგხელა მარტო მქონდა ბავშვობაში, როცა საბჭოთა სკოლაში დავდიოდი და ხო ყველაფერს გაზერაპირებდი. ამის დედაქალაქი ვიზა. შენს ხო და იმის შეახობაზე ეძახდა, ეხა უცებ რომ გავიდეთო და რაღაც ტერმინები რო ვერ გავიგოთო რა, აი რაღაც ახალი სლენგი რო იყოს შემოსული. ეგ ცალკე ამბავი რომ გარეთ რაღაცებს უნდა დაეწიო რა, მაგრამ ეს არის რავი ჩვენი წამებასთან გათანაბრებული ამბავია და გაუგებარია, რატო არ შეიძლება იყო პატიმრობაში და პლუს კონდ იმიტომ რაღაცების რო წერდი სიტყვაზე, აი წერილებს ხო წერდი ხომ რაღაცებს წერდი ხომ, აი ნუ აი და ოღონდ რა შევატყე ისე რომ რაღაც რამდენიმე თვის მერე ტვინი ისე გამივარჯიშდა რომ მე ვიხსენებდი რა თავიდან რამდენი პირველი 2-3 თვე აი შეიძლება ადამიანის სახელს ვერ იხსენებ, აი რაღაცა მართლა ვერ იხსენ რაღაცის გახსენება და რაღაცა და რაღაცა და რატო არ ეხა იმიტომ გარეთ აღარა გაქვს ეგ დატვირთვა რა, იმიტომ ჯიცი რომ შეხვალ გუგში ნახა უცებ და გახსენებს ყველაფერს ეგრევე რა და ეგეც გონია ან დაუშვათ რაღაც დაგჭირდა სამი რამე რომ მითხრა რაც გააკეთებდი, რაც გონი მართლა გასაკეთებელი არის უნიტაზი, შხაპი და წოდომა ინტერნეტთან გასაგები რომ შიგნიდან ეხა იმეილის გაგზავნის საშუალება შეიძლება არ მიცე და რავი რაღაც თუნდაც და ლაიქების საშუალება არ მიცე, ყველაფერი შეუზღუდე რა, ვერაფერს ვერ შევედეს, მაგრამ გუგში დაგუგლა, Wikipedia, YouTube-ზე რაღაც მოსმენა რატო უნდა იყოს აკრძალული
მე მართლა არ მესმის. ზურა თან მე არ დამავიწყდეს დიდი მადლობა იმისთვის რომ ხო და ხალხმაც ნახოს რომ ზურა ხალხს არ ემალება და მაგის ნიშნა დღეს გადავწყვიტეთ რომ მოვიაროთ რამდენიმე უბანი და ამის ფონზე ჩავწეროთ გადაცემა და ის კითხები. მე დავჯერ ფეხითაც დავდივარ. კი, მაგას უსამხას. ეს არის ისინი იმათ ხო ამოტრიალებული სარკისებული ის აქვს პროპაგანდა აქვს. თვითონ სინამდვილეში თვითონ რა პრობლემებიც აქვს განსაცდელი. აი როგორც იტყუებიან იმას რომ დაპარაკობენ რომ დასავლეთი ებრძვის ჩვენ იდენტობა სინამდვილეში თვითონ ყველაფერი ქართული გაანადგურეს. ეხო ყველაფერს ეგრე უდგება და ერთ-ერთი არის ეგ რომ თვითონ ქუჩაში მართლა ვერ გამოდიან. მართლა 200 კაციანი დაცვები დადიან. მართლა ჯიპებიდან ვერ გამოდიან და ჩვენზე ლაპარაკობენ რომ ვითომ ჩვენ გვიჭის ქუჩაში გამოსვლა. კი ბატონო და რა დავდივარ ესე ვცხოვრობ. აი ჩვენი პარლამენტის მიღმა მე არც ერთი პოლიტიკოსი აი ხო რომ სადღაც აი თუნდაც 10 წლის განმავლობაში შემთხვევით ერთხელ ანუ დაინახო მიესალმოზე არ ვლაპარაკობ. ერთი არ მიხარია მაგათ დანახვა, მაგრამ აი თუნდაც რომ რა შორიდან, ნუ აი ყოფილი რესპონდენტი იყო და რაღაცა მუშაობდი მაშინ რაღაც საკანონმდებლო სიახლეებზე და ანუ არსად არავინ არ დამინახავს. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი, ეს სულ რომ დამაძალონ რომ აი მილიარდი მომცენ, ანუ ბევრი დღეს ვინც წარმოადგენთ ოპოზიციას, მინახი ხართ, სხვასაც ვნახი ხართ, ფოტოს გადაუღია, მოგსალმებიათ, ულაპარაკია და ასე მე მევასება ისე ცხოვრება, როგორც მე მევასება ცხოვრება. ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი, რომ ესე მინდა ვიცხოვრო, აი ეს რა. და ხაი გამოდივარ და დავსაბუთაოზე შევა პოსა ვიბოდიალო, ესე იმიტომ რომ ეს მევასება, მიუხედავად იმისა, რომ საგიჟეთი როცა იყო, სახთან ჩასაფრები და რაღაცები და დღემდე ჩემი მეგობრები და გინა პარტიის ხალხი დღემდე ამბავი აქვს ხა, როდის გუშინ იყო თუ გუშინ წინ იყო. მეტროთი მივდიოდი და ჩაჩი ამბავი ქონდათ, რომ აუ ეს ისე მეტროში. ისე რა ზურა, რას გეუნებიან ყველაზე ხშირად რომ მოდიან. ანუ ესე მევასება ცხოვრება. მე ვერ წარმომიდგენია რომ 20 კაცი დამყვებოდეს და აუ არ მევასება. ესკორტი, შეიძლება აღარ არის ჩემი ცხოვრება. ჩემი ცხოვრება არის რავი, ეს მიუხედავად იმისა, რომ ესე რომ დადიხარ კი კაც მილიონ შემთხვევა ქონა, ვიღაცა გამოსილებულმა შეიძლება მანქანა და რაღაცა მომაძახოს, ვიღაცა საერთოდ დაიძახოს. ეგეც რავი, ფარტო როგორი რეაქცია გახდა თუ ყოფილა ეგეთი, ახლა დარწმუნებული ვარ ხშირი არა, იმიტომ რომ მეც ეხა რომ გამოვიკითხე და უშუალოდ რა რომ აი ზურას გადაღება მინდა და ვაპირებ და გეგმავ და ეხა ვიცი რაც მოვისმინე და თან ოღონდ არ გულისხმო რომ შინაურებისთვის არ მეკითხავს. აი სრულიად უცხო ხალხს და რაღაც სიმპათიით არიან განწყობილი შენს მიმართ. აი თუ ეგეთი შემთხვევა ყოფილა რომ რაღაცი გაუთვალისწინებელი ან უსიამოვნო რეაქცია როგორი გაქვს ხოლმე? ნუ როგორც წესი ეგეთი შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი არის ხოლმე აშკარად ეთყობა რომ დაორგანიზებული ამბავია, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ყველა დაორგანიზებული ამბავი. შემხედრია ისეთებიც რა, რომელზეც ვატყობ რომ ხო მართლა გუცბელად რავი ტვინში რაღაცა სიგიჟები ჩაუდეს და მართლა გონიო არ რომ რაღაცა არის ქვეყნის წერი ვარ და რაღაცა ისა ვარ, არც ნარკომანი ვარ, დეზერტირი ვარ, ისა ვარ, ესა ვარ, აი ყველა 1000 სისულელები დააჯერეს ხო ხარ ჩემზე. არაფერი მეცინება ხო ბრაზი მაგ ნული მართლა. აი ნული მაგ, იმიტომ რომ რაღაც პონჩი სუმახსოვს ის რომ რავი, აი განსთამაქონ რომ აი ამაზე უარეს ეხა ამ ადამიანს კიდე რაღა უნდა დაემართოს. რამდენადაც მე რომ მკითხო ესე რა, ეხა რაღაცა ერთ კონკრეტულ საკითხზე, მე მგონია რომ საკმაოდ ღია ხარ და საკმაოდ თავისუფალი, თუმცა ეს მგონია რომ ოღონდ ეს არ არის კომპლიმენტი, მართლა ჩემი აზრია. ყოველ შემთხვევაში მომისმენია, როცა აი თმერის ეგრეთ წოდებულ ვალდებულებაზე როცა ვლაპარაკობთ ხოლმე, განსაკუთრებით ითვალისწინებ იმას, რომ ყოველ შემთხვევაში საპირისპირო აზრს, რომელიც შეიძლება შენს ხედვას, შენს მიდგომებს არ ემთხვევა, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს, რომ შენ ან გაღიზიანებულიყავი, ან ისეთი რადიკალურად ეგ ჩემი პროფესიის ნაწილია ზოგადად. ან მე ვგრძნობ ჯერა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის ასანდარტიც არის ამერიკაში და არა ევროპაში. ანუ მე მჯერა რომ ნებისმიერი რამის თქმა, შეურაცხყოფა, დაცინვა ყველასი ნებისმიერი ადამიანის მოსულა ერთადერთ შეიძლება გამოხატვის თავისუფლება შეზღუდვა არის, როცა მყისერად ძალადობის საფრთხეს ქმნის. მარტო მაგ შემთხვევაში უშუალოდ შეიძლება ეგეთი რაღაც იყოს აგზევი. ჩემი ანუ ადამიანი რომელიც საჯაროდ ლაპარაკობ ამდენი წელია, ხომ ეხლა ძალიან ბევრი წელია საჯაროდ ლაპარაკობ. მიხედავთ და პოლიტიკოსი მქია თუ არ მქია. საჯაროდ ბევრი სხვა ადამიანები შეიძლება ლაპარაკობდეს რა. რაღაცებზე პოზიციას მუდმივად აფიქსირებ. ეგ ხო ბუნებრივი ამბავი რომ ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება. და იმ ვიღაცას არ მოეწონება, იმათში იქნებიან უეჭველი გაიჩნდეო ისეთ ვიღაცები, ვინც შეიძლება აგრესიაც გამოიწვიო. ხო ეგ ჩვეულებრივი ამბავია რომ ვიღაცამ შეიძლება რაღაცა მოგაძახოს, ვიღაცამ რაღაც დაგიდოს, ვიღაცას არასწორი წარმოდგენა ჰქონდეს. ეგ ამის ნაწილია. ჩემი გინება მოსულა. ანუ მე პოლიციელებს ვუხსნი ხოლმე რომ პოლიციელის გინებაც მოსულა, მინისტრის და ბიზნესის კი არა, პოლიციელის გინებაც მოსულა. ჩვეულებრივი ამბავია ეგ. და კი პოლიციის საქმის ნაწილი არის ეს რომ უნდა მოითმინო. მე ხო ვითმენ. ამდენი წელია ვითმენ. და ჩემს გარდა კიდე ყველა ბევრი ადამიანი ითმენს, ვისაც იგივე გაგება გამოხატვის თავისუფლების. გამოხატვის თავისუფლება ეგ არის რომ რაც არ ქსიამოვნებს, მათ შორის შეურაცხყოფა, გინება რაღაცა. მაგას იცავს თორე. აბა ეხა
ჯაფარ მიყვარხარ რომ ვიღაცამ დამიძახოს, მაგას რა დაცვა უნდა. ხო, ანუ ბიძინა მიყვარხარზე რა დაცვა ჭირდება, მაგ გამოხატვის თავის ეგ არ არის დასაცავი. დასაცავი არის ის, ვინც ისეთ რაღაცას ამბობს, არჩენ არ მოგწონს და მაგის ნაწილია შეურაცხყოფაც. თუ ფიზიკური ძალადობა არ არის, ლაპარაკი მოსულა ყველაფრის საერთოდ. და რაღაც მხრივ ალბათ ცოტა ეს კრიტიკულად განწყობა, აი დავუშვათ მე ვამბობ მოგზავნილების და დაორგანიზებული აი ამ გაუგებარი ხალხის გარდა, ალბათ იმასაც მოიცავს, რომ აი ვიღაცა შეიძლება მართლა არ ევასო, ნუ რა განცხადების გამო, რაღაც შენი დამოკიდებულების გამო და აი ხვდები, ანუ ეხა სიტყვაზე, ეხა მე და შენ რო ესე წამოვიდოდით, ხო არავინ არისო და ეხა მე რო იქინა ვიღაცა მომაძახოს, ზუსტად ვიცი რომ ის არის ბუნებრივად გაბრაზებული ადამიანი, მაგრამ სიტყვაზე ფლაიერებს რო ვარიგებდით, სიტყვაზე და დავუშვათ მარკეტინგის მეტროსთან, რომელიც წინასწარ დაანონსებული ამბავი ხო და იქ რო ტიპი მოვიდა რაღაცა დამიძახა და გავყევი რომ რა გინდა მეთქი და პოლიცია მითხა რომ ეგ უკვე გადაიყვანა კრიმპოლმა, აი 2 წამში. ხო გასაგებია რომ იმათი მოყვანილი ტიპი იყო და გააქრეს უბრალოდ. დაანონსებული იყო, გელოდებოდნენ. ანუ იმასაც ხვდები და ამასაც ხვდები რა. კი ბატონო. აი რადგან შევეხეთ ახლა აი ამ რაღაც სკეპტიკურად განწყობილს, ნუ ვინც არის, თუნდაც მათი სახელით მაგ ერთი კითხვა დღეს ისე არ გამოვა რა, რაღაც წაღან ლაშას ვეუბნებოდი რომ მოვდიოდით რა სანამ გამარჯვებას გეტყოდით და ოფისში მოგაკითხავდით. მეთქი არ უნდა დავინდოთ ხო და ნუ ფორმატიც ისეთი ახლა არაფერი არ მაქვს ესეთი ფიქრიდაც გადაცემის დასაწყისში რომ ჩემი კეთილგანწყობა არის ის რის გამოც მართლა ყველას არ გეგონოთ თუ აქ მოხვდებით ვინც არ მოხვდებით მათშიც არ დაიკომპლექსოთ თავი იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულებებით რადგან ახალია ჩემი პოდკასტი მინდა რომ ირეკლავდეს რაღაცნაირად აი მე დაუშვათ ვის ვეთანხმები ვის არ ვეთანხმები სად ვეთანხმები და სად არა ეხლა მივიდივარ რასაკეთზე ციხიდან რო გამოხვედი ოღონდ აქ ხაზგასმით ვამბობ რომ თქვი ის რასთან დაკავშირებითაც მე ციხეში ვამბობდი რომ გავალ ამას აუცილებლად ვიტყვით ხო და ვიტყვი ოღონდ რა ფრაზაზეა საუბარი და მე რო წავიკითხე ოღონდ შეფასებები მაშინ როცა გამოხვედი და ეს ის კითხვა რა ახლა ზუსტად შეიძლება სიტყვაში ვერ დავემთხო მაგრამ ნუ რა გაკლდა თუ რა გენატრებოდა და რაღაცა რომ აი სექსი და ამაზე აიწია ერთი ამბავი რომ აი ჩვენო ზურას მიმართო პატივისცემით ვართო განწყობილიო იქ წერდნენ არ ვიცი ხა ვინ ჯენზი იყო და ვინ უფროსი და ვინ მილენიალი და ვინ ბუმერი მაგრამ ნუ წერდნენ რომ რამდენადაც ზურაო ძალიან ქულარიო არ იყო მაინც და მაინც ქულ განცხადება ხა პოლიტიკოსიო გამოვიდაო და ხო და აი მან აი უკვე ამ გადასახედიდან რას ფიქრობ ანუ ეგეთი კომენტარი კი და საერთოდ უნდა განსაზღვროთ ესე აი ჩარჩოსნა მოვარგოთ აი რომელ კითხვაზე როდის იქნებოდა უპრიანი თუ როგორც არის რა აი როდის მოსულა როდის არა იდეა ხოლმე ეგეთ რაღაცები ოღონდ ეგ პასუხიც აუ რატომაც ადამიანებს წარმოუდგენიათ რომ ეს პოლიტიკოსები რაღაცა რობოტები ვითავართ და სულ რაღაცა ამ პოლიტიკოსის ამპლუაში ცხოვრობთ რომ რავი ტუალეტში არ დავდივარ და ადამიანები არა ვართ და ეგეთი რაღაც ეგ სიამდვილეში არ იყო რაღაცა ნაფიქრი და გააზრებული პასუხი უბრალოდ რომ მორჩა შემსახთან ხდებოდა რომ მორჩა ინტერვიუები მართლა კითხები დავისეს ერთ-ერთი ჟურნალისტი რომელთაც თავი მეგობრები და ძალიან ხშირად ნახულობ ხოლმე შორიდან დამიძახა რაღაცა და წამიერა თავში მართლა რაც მომივიდა პირველი რა ის უპასუხე რაც სიამდვილეში საერთოდ არ არის შორს სიმართლიდან ჩვენიანები ხელი ხო აუ მართლა ეგრე ხა რავი არა გაქვს სექსი და რავი ხა რო დაფიქ ბევრი რამე შეიძლება ხო იცი აი შვილები მომენატრენი მილიონ რამეს ვიტყოდი მართლა იქ მაინც და მაინც ახლა სექსზე არც ფიქრობ რა ხო აუ სხვა რა ჩახუტება გენატრება და ცოლი გენატრება და შვილები გენატრება და მეგობრები გენატრება მართლა აუ ჩახუტება რო იქ დავაფასე აუ ის რო ფიზიკურად 7 თვე რო არავის არ ჩახუტები ხარ ეს აღმოჩნდა იმ ხელთან მე არა ვარ ეგეთი ძალიან სოციალ ტიპი რომ მაინც ყველას ვეხვეოდება რა ჩემთვის აღმოჩნდა სერიოზული ამბავი მენატრებოდა მე ესიზმრებოდა როგორ ვეხუტებოდი მეგობრებს და ჩემს რაღაცა პარტიის ხალხს და ასე შემდეგ რა და ეხლა ეგ მეთქვა მაგრამ არ დაგავიწყეს ჩემზე ეგონათ რომ რაღაც ის მქონდა ხო იცი აი რაღაც პათოსი და რაღაც აი მოქარგა არა მეც ვამბობდი რომ ანუ აი რო გამოვალ თქო და რუსთავაზე ყველას ჩაგეხუტებით თქო ანუ ეგონათ ყველას ახლა მე ხარ პოლიტიკოსი მანდ ვერ დამაგრალებდნენ რომ პოპულისტი ხარ და სინამდვილეში ყველაზე მეტად იმიტომ რომ იქ ახლა ბადრაკთანაც მოზომილი ურთიერთობა გაქვს რომ გამარჯობა ნახვამდის რაღაცა და ნუ იქ ემატებოდა ახლა ჩემ შემთხვევაში იყვნენ ცოტა რომ გადადიოდნენ რელსებიდან გამოდი და რაღაც ტონით რომ ვითომ რომ აი დაგჩაგრე და მე აი სამხრე ნიშანი თუ რაღაცა და ეგ იყო რეალურად აი ეს ჩახუტება ხელის შეხება იმიტომ რომ წერილებში სულ წერდი მაგას აი სულ მუდმივად ზურა ესეთ პოდკასტი ეხა სიტყვაზე ესეთ პოდკასტში ვიღაც შე რო გეკითხა ხო ალბათ უფრო მაგაზე ვიბჯელებდით რაღაც ეს იყო უბრალოდ შორიდან დაძახებული კითხვა და წამიერა თავში რაც მოგივიდა და შემიძლია ითქვა მეორე ვერსია უნიტაზე იყო აუ მართლა ანუ ერთი იყო ეგ და ნუ რავი სექსმა აჯობა
რაღაც პონჩი. და მეორე ვერსია უნიტაზი ყო აი უცებ რაც შეიძლება გეპასუხარ. იმადეს არ მიფიქრე რაღაცა სხარტულა პასუხი ყოფილიყო და რაღაც. უბრალოდ მომაძახა და რაღაც კაი ხასიათზე ვიყავი და მეც კაი ხასიათზე და ყველამ ვიცინეთ და გამოვიდა. რატო არის საერთოდ ეგ თემა მართლა ვეხვდე და ანუ მართლა სერიოზულად რომ მიფასუხარო სექსი იყო ის რაც მინატრებოდა რა არო ან რა მაგას მადლობა. ყუილის ნატამალი არ არის რავი მაგის თქმა რატო ხავს მქონდა ესეთი შემთხვევა ეხლა რადგან ეს პოლიტიკოსისგან ეს თემა რო ამოვწუროთ აი სახლში თქვა არათუ ის დაუშვა თუნდაც აი შხაპი და შენ გემოზე და როგორც გინდა და შენი სახლი და შენი გარემო აი პირველი ეს აი ლაშას მახსოვს რომ ლაშას მადლობა აქვს სულ ჩემ ძმას რომელიც იღებს პოდკასტს სულ სამხალმე ხას და ლაშას მოკლედ ესე მოხდა რომ აი ამ ქაოსში მოკლედ ყველაზე გვიან კი არა ლაშას ან გამოვიდა რომ არ ჩავეხუტე რა მაშინ როცა აი დავეხსენი ამ უსამართლობის კვანჭებს და ხო და სახლში რომ არა მეც ოღონდ ლაშამდე ვეღარ მივედი და სახლში რომ მოვედით და რაღაც მომენტში მე დედა ჩემი და ლაშა ეს ერთმანეთს გადავეხვიეთ და მე რომ დავჯექი და ხო ინსტინქტურად ხელს რო წაიღებ ტელევიზორის პულტისკენ და ან მივხვდი რომ ეს შეგრძნებაც ანუ აი სახლში ხო ეს ფეხებს ვააწყობ თუ რაღაც და პულზე მქონდა ეგეთ სენტიმენტი და ანუ ხო რა მეც მგონია რომ ის რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ყველა შემთხვევაში, ნუ რაც უნდა გიკვირდეთ ალბათ არის ის, რომ უსამართლოდ არ უნდა ვიჯდეთ ციხეში არც პოლიტიკოსები და არც ჟურნალისტები და აი აქ უკვე მეც მეყოფა ის აზრი, რომელზეც შენი დამოკიდებულება განსაკუთრებით მაინტერესებს. რაღაცები იყო მართლა რაც ის მართლა რა შენ ბევრჯერ გითხრამს, რომ პოლიტიკოსამდე მე ვარ მოქალაქე. აი მაგალითად რაღაც საკითხი, რომელიც არ მოგწონს. ან მსჯელობ. მე ვფიქრობ აი ამ დროსაც, როცა პროტესტში ვართ ჩართული განსაკუთრებით აი ეს გაჯიუტებული ადამიანები, რომლებიც ნუ აი ვერაფრით ვერ გაგვაჩერეს, მათ შორის პატიმრობითაც და აი ეს ჯერ რომ ადამიანი ხარ და თუნდაც აი რაღაც დაგიპოსტავს, მე ამწყდარა ერთი ამბავი და აი მანდაც რა უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე რომ შენი ხედვა მიიტანო და უშუალოდ რაღაც ბაბლამდე, საზოგადოებამდე, თუნდაც ამომრჩევლამდე, თუნდაც პოტენციური ამომრჩევლამდე თუ უფრო მეტად აი მე რას ვამბობ, იცი ეს ზურა ეპატაჟურია თუ რაღაც ეგეც ყოფილა. არის რაღაცები კი როგორც ეპატაჟობაც მიკეთებია, რავი რაღაც ყოფილა ადეკვატური დრო და მომენტი, მაგრამ რაღაცები არის ხოლმე რაზეც აი სიტყვაზე რაღაც ეხა მაგეთ ერთი ამბავი იყო ათელი იმაზე, როცა ვთქვი, რომ რავი, მე თქვენც არ ვაკეთებ, ამას შემიძლია ვაკეთებთ ხო და ამაზე ატა ამბავ, რა აი როგორ შეიძლება პოლიტიკოსი ამას ამბობდეს, როგორ შეიძლება პოლიტიკოსი ხალხს ეუბნებოდეს, რომ თქვენთვის არ ვაკეთებ ამას და არასოდეს რაც მე საჯაროდ დავიწყე ლაპარაკი, არასოდეს არ მithყავს, რომ რაღაცა ხალხო რაღაცა პოლიტიკაში მოვდივარ, იმიტომ რომ თქვენზე უნდა ვიზრუნო და საერთოდ სხვა იდეოლოგიის ჯერა, მე მჯერა, რომ ადამიანი თავისუფალი არსება, საბოლოოდ ჯერა იმის, რომ ჩვენ ყველამ საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ და უნდა იყოს თავისუფალი არსებები. და სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ერეოდეს ჩვენ ცხოვრებაში. ამის გაგრძელება იყო ის, რომ მარიხონას გამო ადამიანი არ უნდა იჭეროს, მისი ცხოვრება ამის გაგრძელება იყო ის, რომ ადამიანი ძალით ჯარში არ უნდა წაიყვანო და ასე შემდეგ ყველაფერი ამ იდეოლოგიიდან მოდის და რასაც ვაკეთებ ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის ამის გაგრძელება არის. მე მინდა რომ ამ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო და მინდა ჩემი შვილებიც აქ იცხოვრონ და მინდა რაღაცა არ ვაპირებ რომ ჩემი შვილებს არ ვიცი მილიონები დაუტოვო. ეგ არა ჩემი ამოცა, კარგი ქვეყანა დაუტოვო, სადაც იცხოვრებს ის და სხვაებიც იცხოვრებენ კარგად. ანუ ჯამში რაღაცა spillover ეფექტი არის, რომ მე რაც მინდა ჩემი შვილებისთვის გონია რომ ყველას კარგი იქნება. და ეგრე ამით ვოპერირებ. ამას ვამბობ. ანუ საზომი არის ის, რომ აი შვილისთვის თუ ხო თავის თავის. რა, მე მართლა წავიდა, ყველა წავიდა, ხო, მიდის ძალიან ბევრი ადამიანი და მე ვიცი რომ ასაწამსველი არა ვარ, არსად არასოდეს წავსულ ვარ. ვიხოთ იმისავე ხა ბევრი შანსები მქონია 90-მდე მოყოლებული, სასწავლათაც კი არ წავსულ ვარ. მაშინაც კი მივხვდი რომ რავი თუ რამე სწავლა მინდა ვისწავლი ისე რომ რაღაცა დამჭირდება მაგის ჩაბარება. მაგრამ იმკანდება არ შემიძლია თბილისიდან ვერ გავდივარ. თბილისიდან გავდივარ ერთ კვირაში დეპრესია მეწევა და საქართველოსთან გასვლაზე კი არა მაქვს ლაპარაკი. თბილისიდან ვერ გავდივარ. ერთ ჩეხვედრაზე ამბობდი. ხო, დღეს 3 აგვისტოა მაინც რო იცოდეთ და მე პლუს მინუს რომ მიხვდეთ რა თემა შეიძლება ვეხებოდეთ, ყველაფერი შეიძლება ვერ დავაკვირდეთო, მაგრამ გუშინ ერთ-ერთ ეხა წასვლაზე რადგან თქვი, ერთ-ერთ ჩეხვედრაზე ვიყავი, სადაც მეც ვიყავი და შენ იყავ მომხსენებელი, მოკლედ სპიკერი. იქ თქვი რომ ბევრი ამომრჩეველი წავიდაო და აი რადგან ყველაფერზე საუბრის შესაძლებლობა გვაქვს, ანუ რა მხრივ არის დაუშვათ დანაკარგი ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ სადღა პირისპირო ელაპარაკები მოდიან ხვდები ალბათ აზრებსაც უზიარებთ და აი ამ ნაწილზე რომ ბევრი წავიდაო ჩემგანო და იმაზე მეტია ვიდრე 20-20. ხო, თავასწორდი ალბათ იმაზე და რომ აი ეს ბევრჯერ მაქვს ახსი და მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ მაქვს ახსი ჩემი მე როგორ ვოპერირებ, რა არის ჩემი мотиваცია და რა მაღვიძებს
მიუღებელი და რატო ვაკეთებ მასაც ვაკეთებ ადამიანებს მაინც აღმოჩნდა ეს მიუღებელი ანუ ევასებად იმის მოსმენა რომ როცა პოლიტიკოსი მართეუნებათ რომ აი მე თქვენზე ზრუნვაში ვიძინებ და ვიღვიძებ და ვათენებ და რაღაც ეს ევასებად მაინც და ნუ შეუძლებელია მე არ მოვიტყუები არაზოს და არც ვაპირებ მოვატყუო მე ვეუბნები რომ მე რაც ვაკეთებ ჯამში თქვენცაც კარგი არის ეს ოღონდ ეს არ არის რომ რავი საფარი იცი რა არის რამდენადაც გეთანხმები იმდენად იმის ბრალი ხوار არის მე ხანდახან ვამბობ ხოლმე ესეთი ფრაზა მაქვს რომ აი ბევრი ცუდი რამ რაც გჭირს აი ძველი წყობის რომლიდანაც მე ვამბობ რომ აი ეხლა შევარდნაძის მე ხო უცებ სრულიად სხვა ფორმაციაში გავიღვიძეთ და ვამბობ რომ რაღაც კომპლექსები მათ შორის სტერეოტიპები მათ შორის ეს დამოკიდებულებები და აღქმები ანუ აი თითქოს მხრებზე გვაქვს ხო საბჭოთა გადმონაშთია როცა ადამიანები მონების მდგომარეობაში იყვნენ ადამიანებს საკუთრება არ ქონდათ ადამიანებს არ შეიძლება საკუთრება ხო აი პირობითად თუ არ მომწონხარ მაინც და გაგიღიმო და ამ დროს რატო გაგიღიმო არ ჯობია რომ დავუშვათ გითხრა კრიტიკა ხო არ მე მგონი რომ ეგ არის მათ შორის ის გადმონაშთი რომ საბჭოთა დროს ადამიანს იმის გამო რომ საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეიძლება იმიტომ რომ კერძო საკუთრების უფლება არ ქონდა კერძო ვაჭრობის უფლება ვერ იზრუნები საკუთარ თავს ყველაფერში დამოკიდებული ხარ მთავრობაზე და შესაბამისად 70 წელს განმავლობაში შევყურებდით მთავრობას რომელმაც უნდა მოგვცეს რაღაცები და ეს გადმოყოლილია ეხა ადამიანის მენტალიტეტში ისევ გონიათ რომ მთავრობამ რაღაცები უნდა მოგვცეს და პოლიტიკოსებისგან მაგაცი რომ მე მაგაში პრობლემას ვხედავ და პრობლემა არის იმაში რომ ადამიანი რომელიც ეგეთი ბევრი მინახავს ადამიანები და იმ კითხვასთან მივალ ეხლა რაც ეს დამისვა იმიგრაციაში წასულხარ ემიგრაციაში რატო წავიდნენ ეს ადამიანები ემიგრაციაში ვიტო კი არ წავიდა ჩემ გარშემო ვინც წავიდა და ბევრი ეგეთი არავინ არ იყო შიმშილიდან არავინ არ ყოფილებოდა არც ერთ ჩემ გარშემო წასული არ იყო რომ საჭვის ფული არ ქონოდა რავი საშუალო შეძლები შევა საშუალო ოდნავ დაბალი საშუალოზე ოდნავ მაღალი მაგრამ სამსახური შემოსავალი ქონათ რავი სესხებიც ქონათ სიტყვაზე უძრავი ქონებაც ქონა ნაყიდი განმადებით ამ მანქანა ქონა ნაყიდი და ცხოვრობდნენ რა ოჯახებიც ქონათ მაგრამ ძირითადი ნაწილი წავიდა იმის გამო რომ შვილები ყავდა და დაკარგეს რწმენა არა კონკრეტულად თავრობის ან კონკრეტულად პოლიტიკოსების ჯამში დაკარგეს რწმენა ამ ქვეყნის მოქალაქეების მოსახლეობის აღარ ჯერათ რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვინც ეხლა ეს თაობა რაც ცხოვრობ რომ ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნიდან კარგი ქვეყნის აშენება სადაც მათი შვილები ცხოვრობენ ნორმალურად ეგ რწმენა დაკარგეს და მე მანთხე და პრობლემას არ პოლიტიკოსი რომელიც გპირდება რომ მე რაღაცა შენზე ვზრუნავ და შენზე იმაშევი ის თუ დაკარგავს რწმენას რომ ამ ხალხისგან რამე გამოვა ის ან პოლიტიკიდან წავა ან ქვეყნიდან წავა მე არა ვარ ეგეთი ჩემი ვარ გარანტირებული ტიპი რომელიც აქ ცხოვრობ არცაც წასვლას არ ვაპირებ და მიუხედავად იმისა რომ გეუბნები რომ რაღაცა სხვა მოტივებით მოძრაობ შენთვის მაინც კარგი გამოგივა ჩემგან იმიტომ რომ მე არცაც წამსვერა არასოდეს წმენა არ დამეკარგება იმიტომ რომ მევასება ეს ქვეყანა და ეს ხალხის მევასება ისეთი როგორიც არის თავისი ამ სიგიჟეები და თავისი ამ ტრაგიკულობით და იმ ყველაფრით რამაც აქამდე მოგვიყვანა მე ხო მიყვებინა ხო რაღაცებს მეცინება ხო და მე ეგეთი მევასება რა გიჟები რაღაც არა ვარ დალაგებულები როგორებიც ვართ ეგეთები ვართ თანამედროვე ცხოვრებაში თანამედროვე ტიპის სტილის პოლიტიკოსი საკუთარი თავი ხო არ ვიცი არ მე ზოგადად მე ხანდახან მე ეჭება ხოლმე რომ ზოგადად პოლიტიკოსი ვარ საერთოდ თუ გეპარებთ გაგებითაც პოლიტიკოსებს განსაზღვრავენ აი მაშინ მიგონია თავი თუ პოლიტიკოსი არა ამ რეალობაში მაშინ უფრო ვინ იმიტომ რომ არის ხო იცი ზოგი მაგალითად ჩემ მეგობრები ესე ახარისხებენ რომ აი ეს უფრო აქტივისტია მაგალითად ეს პოლიტიკოსი არ არის ეს უფრო აი თითქოს დიპლომატია და რა ჩემში რა არის თავარი პრობლემა ჩემი თავარი პრობლემა შორის რომელიც გამომდინარეობს ჩემი რაღაცა ხედვებიდან იდეოლოგიიდან სოფხედრობიდან წვენიდან რაღაცებიდან არის ის რომ მე ძალაუფლება არ მევასება და თელი ჩემი ფილოსოფია დგას იმაზე რომ სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს რაც შეიძლება ცოტა ძალაუფლება და რა ძალაუფლებაც კი ის უნდა იყოს დაშლილი და დანაწევრებული როგორც ეს არის მაგალითად ამერიკაში რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლოს ერთხელ ძალაუფლების ჩაგდება კონცენტრება და ადამიანების დამონება და ამიტომ ეგ არის ყველაზე დიდი ნაკლი რაც შეიძლება პოლიტიკოს კონდეს ეგ რომ ძალაუფლება არ უყვარდეს და არ აინტერესებს ვიღა მაგიტო ვიძახი რომ მეჭვი ბაპარებად ხანდახან პოლიტიკოსები იმიტომ რომ არ მივიუტვი ამ ძალაუფლებისკენ და თან ვერ ვთამაშობ და ვერ ვასხივებ მაგას რომ ძალიან მინდა ხელისუფლებაში მოსვლა რომ რაღაცა და ეგ ჩანს და მაგას ადამიანები გძნობენ და ეგ თუ არა გგონია რომ რაღაცა გაკლია პოლიტიკოსობამდე თორე სხვა მხრივ ეხლა რავი ლაპარაკი მევასება და ლაპარაკი არის პოლიტიკოსის საქმე კამათი მევასება და ეგეც არის პოლიტიკოსის საქმე ბევრი რაღაცების ადამიანთან ურთიერთობა მევასება განსხვავებით ბევრი დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსებიდან რომლებიც რაღაც თვალსაჩინო ცოტა სოციოპათიური ნით არიან რომ ადამიანთან ურთიერთობა მაინც არ უყვარ მე არა მე შევიდა ვიჟდე საათობით შენთვისაც მისმენია შენ ცხოვრებასება ლაპარაკი მე ვასე რა ვიჟდე და გისმინო შენ პოდკასტის გამომწერიც კი ბატონო და გამომწერეთ თქვენს ხო ან ბევრი რაღაცები მაქვს რაც პოლიტიკოსი დამახასიათებელია მაგრამ მგონია რომ ის ერთი რაღაცა მნიშვნელოვანი არა მაგ და ვერც რაფერს ვერ უზამ მაგას ზურა აი დღევანდელი გადასახადიდან რადგან თქვი რომ აი მაინც და მაინც ეს ხელისუფლება თუ მთავრობაში თუ როგორც არის
რა არის მიზანი, აი დღეს ჩართული ხარ თავიდან ბოლომდე, თან შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ესეც ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანის სასამართლო პროცესზე შენი შესაძლებლობის მაქსიმუმის გათვალისწინებით, ანუ ყველასთან ყოველთვის, ნუ ჩემ პროცესებზე სულ ვიყავი, ლაშა გადავარდა, ამ დროს მეორე კადრი არის ხოლმე, მაგრამ არა უშავს ესე ვიწრო შესაძლებლობები გვაქვს და როგორც არის მივედი, ანუ რაღაცები მაქვს საჩვენო, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მივედი, ხაბესთან მოვახერხე ორჯერ მისვლა, ვერც ერთხელ ვერ მივედი, მაგათაც დაჩვახალა ეს პროცესი, რომელიც სულსისულეზე დაჭერილი სასამართლოში გაკეთებული განცხადების გამო დაიჭრეს. კი ბატონო. და ვერ მინდოდა და რაღაცნაირად ისე დაემთხვა, რომ ვერ მოვახერხე ვერც ერთხელ. ამ ყველასთან არა ვარ ნაყოფი, მაგრამ ხო, ჩემი მე მგონი გერმანიის ელჩი იყო და რაღაც შუა პროცესის დროს და მე ხო ზოგადად ყველაზე ვიყავი ორიენტირებული და რაღაც გააცემინე თუ რაღაც და შუა პროცესის დროს აქეთ უადო მემუქრება და ჯანმრთელობა გამოგძახე. მახსოვს ხო გვერდიგვერდის ხედით მეოთხე რიგში თან ძალიან პატარა დარბაზი იყო. ზურა, რა მინდა, რას მინდა აუცილებლად შევეხოთ, არა იმიტომ რომ მაინც და მაინც აი ძველ თემებს დაუბრუნდა და ვქექო. ეხა აი პირველი რაც გამახსენდა და ბუნებრივია აი ასეთი ტიპის პოდკასტის თუ გადაცემის თუ მაინც რაღაცნაირად ძველი პროფესიიდანაც ეს რაღაც შლეიფი ალბათ მომსდევს, მაგრამ აი ის რომ დაუშვათ არ მაქვს ჩარჩო, წინასწარ თემას არ ვათანხმებ და მით უმეტეს აქაც ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ არც რაც გინდაო აი ესე პირდაპირ მითხარი, როცა გითხარი რომ ხო ჩაწერა მინდოდა და ამას ძალიან ვაფასებ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ასე უფრო დაინახავენ ადამიანის პორტრეტს და რეალურად მართლა ვინ ხარ, როგორი ხარ და როგორი ხედვები გაქვს და ამისთვის ბევრი პლატფორმა გაქვს და გადასარევად იყარებ მე ეთერებში აღარ დავდივარ მართლა ეს პოდკასტებში. ამიტომ ხო მეც რაღაცნაირად აი მგონია რომ არის რაღაც რაკურსი, რომელიც აი ამ ბევრმა პრობლემამ და სულ რაღაცა ერთი თემა მეორე სფარავს, მეორე მესამეს, ეხლა ამას წინათ უბრალოდ სიტყვა მოიტანა და გამახსენდა ის 17 წლის ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობა უცებ გადაიფარა და აი ამ დროს აი გვიждები ხოლმე და რაღაცნაირად ადამიანებზე იქნება ფაქტებზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და რაღაცნაირად სულ მინდოდა ამის თქვა და მაინც მინდა რომ ეხლა შენთან ვიტყვი ეთერში რა და იქ კონკრეტული შემთხვევა არის, როდესაც ადამიანს რომელსაც ბევრი სხვა ტიპის პრობლემები ჰქონდა, ცეცხლსასროლი იარაღი დაუბრუნეს. მე რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი მაქვს, მათ შორის ტარების უფლება მქონდა რა. ჩემი ცეცხლსასროლი იარაღი აქვს ჩამორთვეული შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის დეკემბერში. და იმის მერე არ მიბრუნებენ. მე არ მიბრუნებენ. შედარებისთვის რო იყოს გასაგები, მე არ მიბრუნებენ ცეცხლსასროლი იარაღს და იმ ადამიანს რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა, იმას დაუბრუნეს და მოხდა მე ის ტრაგედია, რა ტრაგედიას მოხდა. ხაზგასასმელია, იმიტომ რომ არათუ იარაღს 2 წელია მე არ მიბრუნებენ, იმიტომ რომ ტელეფონებს ვერ ვიბრუნებთ მე და გიორგი ახობაძე, ხო? აი ტელეფონები, ყურსასმენები, რა ჩემგაშემო ადამიანებს რეები არ აქვს ჩამორთმეული და არაფერს არ უბრუნებენ საერთოდ, არაფერს. კი, და აგერ ახლა გიორგი ოკმალაშვილი გამახსენდა უცებ მის მეუღლეს თამთას ველაპარაკებოდი და მისთვისაც ის მთელი სტუდია რო წაიღეს და წაზიდეს, ანუ არაფერი და ძალიან კარგი აქცენტი იყო და მადლობა ამისთვის. ზურა, ერთ-ერთი ძველი ესე პერფორმანსად რომ მიიღო საზოგადოებამ და მე ვამბობ აი საოკუპაციო ხაზთან, ამაზე ბევრნაირი მოსაზრება იყო, ახლაც არის და ოღონდ ისე ღიად ვსაუბრობ, იმიტომ რომ შენთან მაქვს ამის საშუალება და რაღაც რო არის ფიქროს მაყურებელმა რომ ქათინაური არ არის, ანუ მართლა ესეა თავისუფლება, მოკლედ 360 გრადუსი და ჩვენთვისაც აი ხა აქციაზე როცა ყოფილვართ აი მაგალითად სოციალურ ქსელში გასაგებია რომ იქაც ორგანიზებული, ვიღაცას ხელფასიც აქვს იმაში აღებული რომ მე კომენტარი დაგიწეროს, მაგრამ აი უთქვამთ რომ ვისთან გახართ. აი შახტილი რო დარბოდა და მე ვამბობ აი წლები რო გადის მაინც რაღაცნაირად მესმის რომ აი იმ დროს რაღაც მხრივ შეიძლება რეაქციაზე უფრო მეტად იყოს ადამიანი გადართული ვიდრე ცივი გონებით საზღვავდეს რაღაცას. აი მე ვამბობ რომ ამ გადასახედიდან ბევრი წელია გასული იმ პერფორმანსიდან დღეს როგორ აფასებ აი საქართველოში იმ ქართული რეალობის გათვალისწინებით თუ არ ვიცი არ მინდა რომ მე თვითონ ახლა ჩარჩო შემოვალო ამ ჩემ კითხვას. თავად აი ამ კრიტიკას რომელიც უშუალოდ აი ამ ფაქტს მოსდევს დღეს რანაირად უყურებ ან თუ წაგიკითხავს შენი თვალით რომ აი ზურა ის რა იყო რას გავდა უამრავი მაგრამ ქართველმა კაცმა როგორი კადრე და მსგავსები ერთი რომ რატოღაც მოლოდინი აქვს ხომ რომ რაღაცა მაქსაქსეს უნდა ნანოვდე და იოტის ოდენადაც არ ნანოვ მეორე უყურებ რომ არის ერთ-ერთი ისტორია რომელსაც აი რა შვილიშვილს მოუყვები და ერთად მაგრა ვიცინებთ ძალიან ბევრი
პატარ-პატარა დეტალები არის მაგ ისტორიაში, რომელიც ძალიან სასაცილო მოსაყოლე არის საერთოდ მაგამდე როგორ მივედით და მე იქ რა ხდებოდა და ვინც ვიყავი და ვინც გავაკეთეთ, ისინი ადამიანები ერთად ვიკეთებით ხოლმე სულ მაგაზე ვხარხარებ და მესამე გასაგებია ხა პროპაგანდა როგორ იყენებს და რაღაცა და შეიძლება ობიექტურად შეიძლება მართლა ეგრე იყოს, რომ კონკრეტულად მაგ ერთმა ნაბიჯმა შეიძლება რაღაცა არის ხელი შეგიშალოს ამ ქვეყანაში პოლიტიკური წარმატების მიღწევაში, იმიტომ რომ რა ეგეთ საზოგადოება ვარ, მაგრამ ეს სასახა არ არის. კი რა თქმა უნდა, იმოქმედა, მაგრამ ეს სასახა დამოკიდებული არ არის. მე შემხედე ადამიანები, რომლებსაც ჩემთვის ვთქვათ, რომ მაგის მერე ძალიან დაგაფასეთ და მე ყვაჩანვარნია და ანუ მარტო ის ხო იცის რომ და რანაირადო და აი არგუმენტი ვთქვათ ეს რომ აუ რა ეგეთი ტიპი გაიჩნდეო რომ ამ ქვეყანაშიო ამ კონსერვატულ საზოგადოებაში შენ თუ მაგის ერთი ადგილი გაქვს რომ ეგ გააკეთო ესე იგი ის ადგილი გაქვს რომ ბევრი სხვა რაღაცებიც გააკეთო ესე იმ მომენტში ხარ ნაფიქრი რომ ამას მოყვებოდა დაუშვათ არა იქ ძალიან ის იყო ანუ რეალურად იყო ესეთი რომ იქით ხარ ეს იდგა რუსების კამერა აღარ მახსოვს NTV-ს თუ RTR-ის თუ რაღაც კამერა იყო და აქეთ რაღაცა პროტესტი იყო და ჩვენ დაგვცინოდნენ ანუ ეს კამერა ქონათ მოშორილი და ნუ აი ვატყობ რომ რაღაცა განცდა ქონდა რომ რაღაცა აი ლაბორატორიული რითხასავით რო სადღაც გამოკეტილი და იქიდან რომ ვიღაცა გაკვირდა დაქცევის და სპონტანური ამბავი იყო რომ იმ კამერისთვის გვეჩვენებინათ რომ მეტი არაფერი არ იყო არაფერი რაღაცა ჩავიხადე და ის არ იყო საერთოდ სხვა ის ქონდა რა ეს მუშაინინგ რაც არის ბრეიჰარტში რაც არის ეგ იყო მაგის დანიშნული კონკრეტულად კამერას ვაჩვენებთ რა მეტი არაფერი მაგრამ იმ რაღაცა ფიქრულ დეტალებს ახლა არ მოხვდებით. რაზე ჩემი კიდე ერთი ამბავი რომელიც არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა, მაგრამ შენს მეგობრებთან, ჩემს მეგობრებთან და საერთო მეგობრებთან ეს უყვები ხოლმე და ხა ამ შესავალს იმიტომ ვაკეთებ, რომ ყველანაირი წინაპირობა გადაუკეტო რა პროპაგანდას და მოკლედ მეგობრებთან ვიწყებ ხოლმე მაგამ ვის მოყოლას ესეთი ფრაზით, რომ ჯაფარამ რო გადამაგდო იცით და ვიხსენებ ხოლმე იმ ამბავს, არ ვიცი ოღონდ რა მოხდა ეხა უნდა კითხო. გირეკავ ზურა სათხარ უნდა ჩაგწეროთ და თბილისში მივდივართ. არ ვიცი ხა იქ რაღაც მოხდა შეხვედრა გადაფარა და ხო მაშინ დავასრულებ არა არ გადაგიგდივარ და რატო და გირეკავ და აუ როგორ გამომჩაო და სათხარ და ნუ აი გზაზე და კარგით ხო და ანუ ჩამოვარდით და მაშინ მქონდათ ოკეი აუ არ გადამიგდიხარ საბოლოოში არა მაგიტო გავაკეთე იმ ადამიანებს გადაგდება და ჩვენ ჩამოგასწარი და ხო მე მგონი რაღაც ბევრი შეხვედრა იყო და რაღაც დღე აირია თუ რაღაც მაგრამ დავსთავარია ჩვენ გაგას ჩამოგასწარით თბილისში დაგვხვდით ოფისში და მე რეკ ჩვენთან მახსოვს ჩავწერეთ არ ვიცი მესამე თუ მეორე სართულზე ნუ რომელიც იყო სართულის მნიშვნელობა არ აქვს ზურა მე ზურა ადამიანების დროს სიმპათიას და საპირისპიროთაც ადამიანები რომლებიც სხვების დროს პატივს არცემენ აი და მაინც ჩემი ხო და თან დამოკიდებულება მაინც რამდენს ნიშნავს იმ მომენტშიც როცა გვიპასუხებლა აი მანქანაში ვართ და უკვე თბილისისკენ დავიძარით იმ მომენტშიც არ მიფიქრია რომ რაღაც ხო იცი აი ზოგმა რო იცის რომ თავიდან დაგთახდება და ანუ მაგ კატეგორიის რესპონდენტებში არასდროს არ ყოფილხარ როცა დაუშვათ ხო კითხვის ნიშანი იყო რა თქმა უნდა ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ ყველა შემთხვევაში იმიტომ რომ პროტესტი არის რაღაც ისეთ უცნაურ ფაზაში მოკლედ რა აი მარტო საკუთარ თავთანაც რო რჩებით და იყო მიზანი რომ ამ თემებს შევხებოდით იმიტომ რომ ქონია რაღაც საკითხებისადმი განსხვავებული ხედვაც მიგიღია კრიტიკაც ქონია ბევრი არგუმენტი ყოველ შემთხვევაში პირად საუბარშიც და ისეც ხუთზე კი არა და 100 მეტ ადამიანთანაც და სხვადასხვა შეხვედრების ფორმატში და აი ესე რო დავსვა კითხვა რომ აი დღეს სად ვართ ოღონდ იმის გათვალისწინებით მოქალაქეც რო ხარ პოლიტიკოსიც რო ხარ და აქვე არ ვიცი ვინმე თუ არის მე ესეთი ოფიციალური ხო ვიკიპედიის მიხედვით არ წავსულა რა ის რო ექიმი და მე რესაც ჩააბარა და იქ რო ბიზნესიც და მენეჯმენტიც და მოკლედ ყველაფერში რო ერკვევი და ამ საკითხებს არ უთმობ დროს ხო თორე სერიოზულობას დამიკარგავ და ყველაფერი რომ მოგეყარა რაც მე მივლია ზიგზაგებით მაგასი არ კი ბატონო და აი ამ ყველანაირი გამოცდილების გათვალისწინებით იმიტომ რომ პროტესტი პირდაპირ ვიტყვი რომ შენთვის უცხო არ არის პოლიტიკა შენთვის უცხო არ არის და მათ შორის აი ბრძოლის სხვადასხვა გზა თუ სტრატეგია თუ აი ეს დინამიკა თავის დრამატურგიით არასდროს შენთვის უცხო არ ყოფილა. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღეს რა რეალობაშიც ვართ, არ ვიცი, თუ გინდა სახელი დაარქვი, ნუ შეზღუდულები არ ვართ რა თქმა უნდა. უბრალოდ აი შენი ერთი დამოუკიდებელი ადამიანის აზრით აი რა ხდება რა აი ამ მოცემულობას რა ქვია. ნუ ორივე მხარეზე მოვყვები მოკლედ. იქით ამ მხარეს ჩემი აზრით რეჟიმი არის რაღაცა
ბოლოსში ან თითქმის ბოლოს სტადიაში, ოღონდ ბოლოს სტადია ანიშნავს იმას, რომ ეს სტადია რაღაც ხვალ დასრულდა. სტადიაში ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს, მაგრამ ეს არის სტადია, რომელსაც რაღაც მახასიათებლები და ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ამ რეჟიმის შემქმნელი ვინც არის, ის არის სულად პარანოიდულ მდგომარეობაში, რაღაცა ძალიან ჩაკეტილი მიწოწრეში, რომელსაც წილად მიდის ინფორმაცია და არ აქვს მაგდამაის ზუსტი წარმოდგენები იმაზე რა ხდება. აქვს ძალიან ბევრი ეჭვები, მათ შორის საკუთარ გარემოცვასთან დაკავშირებით, ამის გამო არის რომ ეს თავისიანებს ყველაზე ერთგულ ტიპებს მათ შორის ციხეში უშვებს და კი ბატონო საგიჟეს ასაც უყურებ და ხანდახან აზრი ვერ გამოგაქვს რატო ხდება. სინამდვილეში ყველაფერი პარანოის შედეგია. რაც მე მგონია საბოლოო ჩამოშლით დასრულდება. იქით ხარ ეს ხდება. აღონ კიდევ ვიდეო ვიზახი რომ ხვალზე რავი შეიძლება მართლა არ ვიცით. შეიძლება ხვალ ჩამოიშალოს და გაოცდე რომ აი აქამდე როგორ მოვიდე. და შეიძლება კიდევ გასტანოს რა. ვერავინ მაგის პროგნოზს ზუსტად ვერ გააკეთებს. აი პირველი აქ რაც მახსენდება ახლა რა თემასაც ეხები. რაც გინდა დაამატე, მაგრამ არის ხოლმე რომ ყველას ეკითხება რაღაცა მზა რეცეპტს, მზა ფორმულას და აი აქ მე ყოფილა. ეგ უკვე აქეთ მხარეს ამბავი არის ჩემი აზრით. აქეთ მხარეს რაც ხდება ალბათ ყველაზე ზუსტად შეიძლება ამას დაარქვა დუღილი. არა ვარ ჯერ რეცეპტთან მისული, ოღონდ მე მართლა მჯერა რომ მაგ რეცეპტთან მივალთ ყველა შემთხვევაში. ეხლა რაც ხდება არის უფრო დუღილი. დუღილი აქეთ პოლიტიკურ სპექტრში, დუღილი სამოქალაქო საზოგადოებაში, დუღილი პროტესტში ჩართული ადამიანების. ერთი რაც გვიჭირავს ხელში არის ის, რომ არსებობს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ გაჭედა და მანამ სანამ ეს ცდილობა არ შეიცვლება, ისინი სახშესას არ აპირებენ. ეს არის ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ტემპერამენტი გვიშლის ხელს. აი ეს ცალკე აღებული ქართული ტემპერამენტი არ ვიცი. იმიტომ რომ ეგოების ბრძოლა და სულ არის ამაზე აქცენტი, რომ აი რა მე სიმართლე გითხრა მაგის მე ხო შიგნიდან უყურებ და ბოლო ანუ არის რა თქმა უნდა ეგოები ხარ ეგოები შეუძლებელია. აქ ხო ყველაზე დიდი ეგოების ხალხი იყრის თავს პოლიტიკაში. ადამიანები რომლებიც მივტვიან ძალაუფლებისკენ. შეიძლება სხვა მიზეზების გამო, სხვა რაღაცის გამო უნდათ ძალაუფლება. დიდ ნაწილს მე რაცაც უყურებ აქ უბრალოდ წარმოდგენა აქვს რომ ძალაუფლება თუ ექნება რაღაცა კარგად შეცვლის ამ ქვეყანას მართლა ეგრე არის. ხო ვიღაცა შეიძლება ძალაუფლება ესე უპროსტო ძალაუფლება ასე ვიღაცა შეიძლება ფული უნდა მიშორება არ აქვს, მაგრამ ეგ ხალხია, ეგოების ხალხია, მაგრამ მე არ მგონია რომ ეგ იყოს თავარი პრობლემა. ლაშა თუ გინდა ქვემოდან გაიარე, შენ და ჩვენ ესე გავივლით, რომ სინამდვილეში ხშირად წავალ ჩვენს გარედან ვიარეთ. სინამდვილეში ხშირად რასაც ეგოებს ეძახიან არის ის უბრალოდ ნდობა არ არის. აი წარმოგიდგენ მე და შენ ვართ ორივე პოლიტიკოსი და ერთმანეთის ნდობა გვაქვს ნული. მათ შორის რაღაცები სადაც ერთად გავაკეთებინა და არ გამოვიდა და შენ გქონია რომ ჩემი ბრალია, რომ მე რაღაც არასწორად გავაკეთე. მე მგონია შენი ბრალია, რომ შენ რაღაც არასწორად გავაკეთე. ეს ბილად რო თქვა. და შენ შეიძლება გეგონოს რომ მე გადაგაგდე. შენ შეიძლება გეგონოს რომ მე მოგატყუე და მეც ესევე შეიძლება მეგონოს კიდევ უფრო ღრმად შეიძლება იყოს პრობლემები. და ეხა რაღაცეები ცალ-ცალკე ვერცეთი ამ რეჟისორმა მარცხეთ, მაგრამ ერთადაც არ გამოგდის, იმიტომ რომ რავი არ მჯერა შენი რა და თან გამოცდილება მოხდა შენთან რაღაცები ცადე და რავი არ გამოვიდა რა შენს გამო და ეხა განსტანა რომ შენთან კიდე რაღაცა ნაბიჯების გადადგმა დავიწყო პირობითად თუ მჯერა რომ ადრე გადამაგდე შეიძლება ეხა ჯერო კიდე გადამაგდებ რა ხო ხტები და ეს შეიძლება აქმული იყოს ისე რომ გარედან როცა ამას შეხედა რომ მე და შენს და შენს ორივეს ეგო გვაწუხებს რომ მე მინდა პირველი ვიყო შენ გინდა პირველი იყო და ამიტომ არ გამოგდის ერთად რაღაცა და სინამდვილეში პრინციპში ეხლა მეს და შენც ეგოები უკან გადაგდებული და მამენ ბევრ რაღაცაზე მზად ვართ, მაგრამ უბრალოდ არ გენდობი. შენც ერთად ამჯერა რომ მოვიგებ. და შენც ერთად თუ ამჯერა რომ მოვიგებ, ლაშასთან და თუ ამჯერა რომ მოვიგებ, მაშინ ხა ვისთან ერთად ჯერა, რავი, საკუთარ თავთან ერთად ჯერა. ჩემსაც უბერაო. ხო ხტები? ხო და ეგრე არის ბევრი. ეგოს ამბავი მან ნაკლებად არის, იყო არის ნდობის დეფიციტი და ამ ნდობის აღდგენას ну რავი, დრო უნდა და პრობლემა სერიოზული. აი ორი სიტყვა გაჩნდა ეხლა ჩემ თავში, ერთი კომპრომისი და მეორე აი ეს ზოგადად პოლიტიკური სპექტრისადმი რაღაც უიმედოდ ნიჰილისტურად თუ აი ეს უნდობლობით ახსავსე ადამიანები რო არიან, აი შენი აზრით აი ეს ბარიერები რომელიც არსებობს რა რაღაცნაირად აი მე ვამბობ რომ საზოგადოება და პოლიტიკოსები აი პირობითად ხა პირადად როგორც საუბრობთ, აი ამ დონის კომფორტის ზონა რო ქონდეს საზოგადოებას რა თქმა უნდა მასიურად გულისხმობ და სრულ პოლიტიკურ სპექტრს ოპოზიციურად განწყობილს, აი ესეთი გზაჯვარედინი რო ქონდეთ ნაპოვნი, ალბათ ბევრად წინ ვიქნებოდით. ყოველ შემთხვევაში აღარ მოგვიწევდა იმაზე ლაპარაკი, რომ შიში კი არა და საფრთხე. რეალურად ხვალ შეიძლება ფიზიკურად უკვე რუსეთში გავიღვიძოთ და ყველა იმ მოვლენას გულისხმობ, რომელიც გავიარეთ, რომელმაც გადაიარა ჩვენს მხრებზე და აი ამ დროს არ ვიცი კომპრომისებით, არ ვიცი უფრო ინტენსიური ლაპარაკით, ეხლა შენ გაქვს შენი ხედვებიც და რაღაცნაირად არის თუ გინდა აქვე გაერთიანე ეს. ერთი თითქოს ჩემელი არის ის, რომ
რაღაცა მოლოდინი მქონდა რომ დამძიმდებოდა სიტუაცია. ხო. რაღაცა ეგ იქნებოდა мотивация იმისთვის რომ ებიძგა ყველასთვის რომ კომპრომისები წასულიყო. მათ შორის დამძიმდებოდა იმ გაგებით რომ სიტყვაზე პარტიების აგზელოს აპირებენ, ხო? ან დამძიმდებოდა იმ გაგებით რომ ციხეში გსავენ და ეს შემდეგ. არა თუ აგზავნოს ხელმეორედ აპირებენ თქვენს დაჭერას. ციხეში გაშვებას, ანუ მაგანაც არ უშელა. საბოლოო ჯამში მე მგონი რომ სწორი გზა საბოლოო ჯამში იყო ის, რადგან სადამდე ძალიან მივიდა, რომ ოკეი, იქნება ეს არის უნდობლობა, დავაზრდოთ წესებზე შეთანხმები. თუ აგერ არის წესები, ხედვაზე შეთანხმდეთ, წესებზე შეთანხმდეთ და ესე გავაგზავნოთ. და ნუ რავი, ვინც იცავს იმ წესებს, ისინი კი ვაგზავნებთ ერთმანეთს თანამშრომლობას ახლა, მაგრამ ნუ აქმა ჩემი და საზოგადოების არის ის, რომ ეგ არ არის საკმარისი. არა, ნუ რავი, არიან ვიღაცები, არავის არ დავასახელებ, ვინც იმალიანში საერთოდ არ მოვიდა, წესებზეც არ შეთანხმდა და არიან ვიღაცები, იმ წესებზე ხელი მოაწერეს, მაგრამ მე წესებს არ იცავენ. იმიტომ რომ რაღაცა თვითონ წარმოვიდგინოთ, რომ აი ესე მე ესე მინდა და მორჩა და ხო, ნუ ჩანს ეს ყველაფერი გარედან. ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელზეც მე მახსოვს, რომ რაღაცა ესე რა პროტესტში მყოფ ადამიანებმა თქვეს, რომ კი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს საჩვენებლად მაინც დაედოთო ერთი ფოტო და ეხლა ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ალიანსში კონკრეტული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ცენტრის წარმომადგენლები შეთანხმდით რაღაც ძირეულზე, რაც არის ესეთი აი როგორც ღერძი ასე ვთქვათ რა, იმ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და რაღაცა დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან და ვიღაცებმა არც მოინდომეს და ყოველ შემთხვევაში ჩემგანაც ჩანს და მე მახსოვს ტყვეობიდანაც დავწერე წერილი, სადაც წერდი რომ ამ შემთხვევაში თქო როცა პოლიტიკოსები მომავალზე ფიქრობენ და ნუ იქ ხო არის იმაზეც ფიქრობ რომ დაუშვათ გაზარდო შენი ეს ჩვეულებრივი ამბავი, ანუ ამაზე დროს აღარ დავხარჯავ. ამ შემთხვევაში CGUT ნიშნავს მეთქი დამღუპელობა, ანუ დამღუპელია თქო ასეთი ტიპის, აი უარყოთ უარგუმენტო და უარაფრო და ის ერთი ფოტო აი არ ვიცი ესე უნდა დავსვა კითხვა რა არ გვინდოდა ეგ ანუ რაღაცნაირად მე არ ვიყავი მანდ ერთადერთი ანუ ამ ალიანსის წევრებში ვიყავით ხალხი ვისაც არ გვინდოდა ეგეთი ხელოვნური და არაბუნებრივი რაღაც გაკეთება და რაღაც ილუზიის შექმნა რაც არ არსებობს და თავიდანვე მაგ განწყობით ვიყავით და რაღაცნაირად ეხაც მაგ განწყობი ვარ და თუ მართლა მაგრიალობენ მივარ რომ ეგრე იქნება და ეგ ფოტოს დაიდება და ვიდეოს დაიდება ყველაფერი თუ არა ვარ მაგამდე ბუნებრივად მისული რავი ვის უნდა მოატყო აზრი არ აქვს რა რაღაც მოწყობა და რაღაც თამაში რომ ყავს ჯობია იყოს ნაღდი ყველა შემთხვევაში საკრებულოსთან არის აქცია იქით მივდივართ და თან ჩავძრეთ ხო მიწისქვეშათი გადავალთ და ჩემი ამბობს ხოლმე ხშირად მას შემდეგ რაც არის თქვენი პროცესები ხო ჯერ გაიწევა მე როგორც მე მგონი არ მეშლება სამშაბათობი და ხუთშაბათობით იყო ეს პროცესები და მე უცებ რაღაცნაირად აი აგვისტოში რომ ველოდით რომ უნდა დაეჭირე და მაგიტომ მინდოდა თან მომესწრო შენთან ეს ინტერვიუ და უცებ მე გადადეს ანუ სექტემბრისთვის და მე ვამბობ რომ სექტემბერში ხო აი და ჩემის ფრაზა იყო რომ აი ოპოზიციასაც რომ დაიჭერენ მე რა გვეშველება და ეს რა გვეშველება ჩემთვის იმდენ ქვეკითხვას აჩენს აი იმდენ ქვეკითხვას რომ რაღაც მომენტში დავფიქრდი რომ აი ვინც დაუშვათ ვინც ორიენტირებულია იმაზე რომ აი ამ პროცესებში იპოვოს ლიდერები იმათ უფრო მეტი მოусმინოს და აი იმ ლიდერებ გამოკვეთილი ლიდერების ასე ვთქვათ პროცესში გამოკვეთილი ლიდერების განწყობების მიხედვით გადაწყვიტოს აი სად იპოვოს საკუთარი თავი ამ პროცესში აი რა გვეშველებაზე პასუხი რა არის შენი მე როცა მაგას მეკითხებოდნენ პირველ დაჭერას გულისხმობ შეგვეც სანამ დამიჭერდნენ მანამდე ბოლო შეხვედრები რაც ქონდა ხოლმე ეს სამოქალაქო ჯგუფებთან მათ შორის პროტესტ ჩართულ ხალხთანაც და ყველა შეხვედრაზე ხო იცი მაშინ ეხა ნაკლებად არის ეხა პირიქით უფრო არის ტენდენცია რაღაცა ქებადიდება სვისმე ხოლმე პოლიტიკოსების რაც თუმაჩ არის ჩემი აზრით მაგრამ მაშინ პირიქით იყო ხოლმე რა პოლიტიკოსებს ძალიან დაგინებდა და ჩემი პასუხი იყო ხოლმე რომ მოემზადეს იმ რეალობის ის როცა ჩვენ ან ციხეში ვიქნებით ან ქვეყნის გარეთ და მაგაზე იფიქრეთ მაგ დროს თქვენ რას აკეთებთ მაგ დროს რა შეიძლება თქვენ გააკეთებთ იმიტომ რომ რეალობა არის ეგეთი ყველა შემთხვევაში ჩვენ ამ ხალხს ჩახსნიან და მეერე იქნება რაღაც საკეთებელი და თქვენი საკეთებელი იქნება თუ მეტი სხვა აქტიური ადამიანი არ არის ეს მოლოდინი რომ ვიღაცა თეთრაში შემოვარდება ახლა ქართულ პოლიტიკაში და რაღაც ასწავლოს მოახდენს ეგ არის ზღაპარი პოლიტიკაში კი არა საჯარო ლაპარაკი საჯარო აქტიურობა თუ შენ ყურადღებას იქცევ ბევრი ადამიანი გისმენს ამ ქვეყანაში არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი უკვე ეს არ არის მარტო ისო და დაგიჭერენ და რაღაც დიდი ხნით გაიშვა ციხეში. სულად მოგონილი სისულით, ხო? გელახასა რაზაზის ხა. საერთოდ მირაზ. სამი კაცი იყო, ეს ერთმა თქვა მცემაო, მეორე თქვა მეც უთხოვდიო და მესამე თქვა მე დავინახე ეს ორი როგორ უთხოვდაო და всё ადამიანი გაუშვეს ციხეში. ნებისმიერ სიმას იზამე რა. ხო და
თავარი ამბავი არის ეს, რომ ადამიანი უნდა გაიაზრონ, რომ ხო, ვიღაცები არიან რაღაცა ბრძოლის წინახაზე, მაგრამ ეს ადამიანი შეიძლება ჩახსნა. და ვიღაცამ მე ეს ესტაფეტა უნდა აიღო, უნდა გააგრძელო. სხვანაირად არ გამოვოს, ხან შეუძლებელია. ხო, მე მჯერა ახლა მას ვიყვები, მაგრამ მე მჯერა ესე იქნება. შეუძლებელია რომ ეს ამდენი 1000 ადამიანი, რომელიც ახლა ამდენი წელია გარეთ არის დამოსული, ეს ასად აწავა. სანამ რეალობა შეიცვლება, შეუძლებელია ამის გაჩერება. ეხლა უბრალოდ მივუახლოვდით იმ ადგილს და ლაშა მინდა რომ დააფიქსიროს ის კადრი, აი ეს ძველი გადასასვლელი და გუშინ არქიტექტორებთან ვიყავი ოჯახში და ანუ აი ხო არის რაღაცეები შტრიხი თბილისურიო და ისეთი გადასასვლელი იყო რა რომ მან აქ კი არის ეს ვითომ მიწისქვეშა, მაგრამ ნუ აკროლებული და საშინელი ანტისანიტარია და ხო აი ეს წაშალეს, აქეთ აი ეს კი გახსოვს ეს ჯებირი ჩაკეტეს და ეხლა ოდნავ ავალთ რამდენიმე ნაბიჯს გავა. ხო აი ეს მინდა რომ დააფიქსირო წაშლილი გადასასვლელი ხო და ეს რო წაშალეს საცობი აღარ არის? ხო აი ვერ მივხვდი, ანუ აი რა სტრატეგია არის. რა ხდება ნახე. რატო და ხო ესე უნდა ახვიდე? ხო და მე ვიღაცა ამბობდა რომ ანუ მარშებითაც იმდენად შეწოხნენ რომ ანუ ალბათო მთლიანად ჯებირები იქნებაო და ნუ აი ამიც. საზოგადოება რომელიც ელოდება ასე ვთქვათ, ნუ მაინც ვიღაცისთვის ხარ არ ვიცი, ქრაშიც ხარ, ისიც ხარ, ესეც ხარ და აი მაინც ეკითხვა აქვს, აი მითხრას და მოვდივარ. აი არის ბევრია ასეთი, ოღონდ ცოტა არ არის, იმიტომ რომ აი მათ შორის მაგალითად მანქანის ბრძოლებთან როცა მილაპარაკია, იმათ ქონიათ ეგეთი ფრაზა, რომ ჩვენო ველოდებითო იმასო, რომ აი რომ მივხვდებითო, რომ სადღაცო ჩვენი ახმაურება იქნება. აი ხა ახმაურდებითო და ცოტა იქით გავიდეთ ლაშა. მაგანი მიწასვლელი ვარ. და აი მარტივი გასავლელი არის და მაგრამ მივად მაქამდე აუცილებლად. ბუნებრივად მივად მაქამდე. მე ვცადე რაღაცეები. როგორც მე წარმომედგინა, ბევრი ვიარე, ბევრი ვილაპარაკე, ბევრი შევხვდი, ბევრი ვილაპარაკე, ხელოვნურად რაღაცები დახოქავ ცადე, მაგრამ მივხვდი რომ რაღაც პროცესები ბუნებრივად ვითარდება რა. და რაღაცნაირად ბუნებრივად მაგალითად 100% დააწულებო ბუნებრივად მივად მაქამდეც. კი. აი ეს ხალხს ენატრება რომ აი მაშინ ბევრი ვიყავი და რაღაცა. ეგ ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში. ხო, ერთ-ერთი ფრაზა იყო შენი, რომ ჩვენцо და თქვენцо, ანუ საზოგადოება თავისი ყველა კომპონენტით, ანუ ყველა სოციალური ჯგუფით, ხო. ანუ ადამიანებს ერთი მცდარი წარმოდგენა რაც აქვს ამაზე რამდენჯერ მიხსენები არის ის, რომ თითქოს ეს რაღაცა პარტიები სადღაც განყენებულად არსებობენ და რაღაცა ხალხი არსებობს ამ პარტიებში, რომლებიც სადღაც არიან. ხო. არ არსებობს ეგეთი რამე. ანუ ან შევინდობი ვიღაცა პოლიტიკოს და იყვები, ეგ არის პარტია, ან თორე და არ არსებობს რა. მაშინ არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც ეთერში ზის ტელევიზორში. ეგ არ არის პარტია და არც არაფერი არ არის. პარტია არის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს იყვებიან. ხო. და არავის ბუჩქებში დამალული ფრაზა მაქვს, ბუჩქებში დამალული არმია არ აქვს არავის. არც ერთ პარტიას რომ აი რაღაცა გვეზარება გამოყვანა ამ ხალხის. არ არის ეგრე. საბოლოო ჯამში პარტია არის ადამიანების საზოგადოება. ალბათ ის საერთო უნდა ვნახოთ რა, სადაც ალბათ უფრო დაუახლოვდებით ერთმანეთს, ვიდრე დავშორდებით. კიდე ერთი აი მოკლედ რა, იმიტომ რომ რამდენიმე სიტყვა მინდა ოჯახსაც და შვილებს. კი, აქავა მაინც აქციები ასე რომ არის. ხო, რასთან დაკავშირებით იცი რომ ხშირად აი ხა ბოლო პერიოდში მაგალითად ნახეთ რომ თითქოს იყო მცდელობა სხვადასხვა სოციალური ჯგუფი გაერთიანებული იყო. მე თითქოს პოზიციონირებდნენ ოღონდ აი როგორც ჯგუფი და არ დაუშვათ როგორც პოლიტიკური ცენტრი ან ზალა, ან დაუშვათ კიდე ერთი ახალი ალტერნატივა, მაგრამ იყო ასეთი რომ მაინცო იმათ უნდა აიღონო ეს თავარი ტვირთიო ამ პოლიტიკურ პროცესებში, იმიტომ რომ რეალურად აი ისიც რომ ეხლა კიდევ ერთხელ რომ დაუპირისპირდე ჩემი ერთი ადამიანის შეხედულებით აი ამ გავრცელებულ ფრაზას, რომ ყველაფერში კი ყველაფერი პოლიტიკაა და ყველა წამი აი ახლაც როცა ჩვენ ვლაპარაკობთ და როცა თქვენ გვისმენთ და აი ამის ფონზე თავად შენ როგორც გამოცდილებაც გაქვს აი წარსულის ბექგრაუნდის გათვალისწინებით არის თუ არა იმის რესურსი, ან ხედავ თუ არა აი ამ ველზე ადამიანებს, რომლებიც წარსულის მიუხედავად დაუშვათ შეიძლება ახალი ინიციატივა პირველ ნაბიჯს დგამენ, მათაც შეუძლიათ ის რაც შეგიძლიათ თქვენ. თუ თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი ვიდრე ვინმეს, ვინც დაუშვათ აი ამ ახალ წიაღში შეიძლება გამოჩნდეს. ჩემი აზრით ჩვენ მაინც. თუმცა მე ერთი რომ მივესალმე მიხარია ყველა ის ადამიანი ჯგუფი, რომელიც დღეს ღიად აცხადებს, რომ ხალხო პოლიტიკაში მოვდივართ და პოლიტიკოსი მინდა ვიყო და რაღაცა მინდა შევცვალო, იმიტომ რომ წეღანაცვლე გავიმეორებ, რომ ეს არის დღეს ეს არის ძალიან რისკიანი ამბავი. და აქ რო თავს ყოფ, დასაფასებელია ნებისმიერ შემთხვევაში. თუმცა პრობლემა რასაც მე ვხედავ ყველა ეგეთ ახალ ჯგუფთან მიმართებაში არის ის, რომ
არაფერს ახალს არც აკეთებენ აი აქტივობის ნაწილში და არც არაფერს ახალს მაგზამენს არ ამბობენ. ეს რაღაცა მუდმივად ამ პოლიტიკური კლასის ლანძღვა რაღაცა ეტაპამდე გასაგებია რომ შეიძლება ვიღაცების საინტერესო მოსასმენი იყოს, იმიტომ რომ ემთხვევა ძალიან საზოგადოების განწყობას, რომელსაც არ მოწონთ პოლიტიკური კლასი, რომლებიც უკმაყოფილოა რომ ამ პოლიტიკურ კლასმა ვერ მოიტანა ცვლილება და პოლიტიკურ კლასს როცა აგინებ, სენტიმენტზე აჯდები და ამაში რაღაცა ლაიქები მოგიტანოს, მოწონები მოგიტანოს, მაგრამ ეგეც ამოწურვადი არის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ადამიანებს ვისაც ცვლილება უნდა ელოდებიან, რომ გავიგე ხა ერთი თვე მელაპარაკები, ერთი წელი მელაპარაკები, ორი წელი მელაპარაკები, ეხლა რა შენ ხო ხდები მაგალითად მიდის ყველა მერე რა, რომ შენ რა შევ. ხო და ერთი რაც არის ეგ არის რომ ახალი მაგზამენს არაფერი არ არის. მეცნიერსაც აკეთებენ, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ, რაც ჩვენ არ გავიკეთებია. არაფერს მართლა ხა არც რაღაცა ვიდეოს ჩაწერა, არც ეთერში მისვლა, არც რეგიონში გასვლა, არ არის ესეთი რაღაცა, რომ თქვა, რომ ვაუ, რაღაცა ახალი მოიგონეს და ეს გონია, რომ ეს ცდელობა, რომ რაღაცა ფონს გავიდე იმითი, რომ ჩვენ წარსული ტვირთი არ მოყვება და ჩვენ პროპაგანდა ჯერისი არ გაუშავები ვართ თუნდაც და ამიტომ ამის გამო ხალხი გამოყვება. ეგ არ გონია გამარჯვების ფორმულა საერთოდ. ერთი რომ არჯერა საერთოდ ხალხი მაგის გამო გამოყვება და ხალხი გაყვება ძალას. ვინც ცვლილებას მომტან ვისაც დაინახავს ცვლილება მოაქვს. და მეორე რომს გამოყვება თურმე გამოყვება ისევ აქ ჩვენგან გამოყვება ისევ ხალხი. და არა ის ვინ შეება დაიმატო და ვინ შეება ჯამში აქეთ ამხარე გაზარდოს. მაგ პრობლემას ხედავ და მაგას მათ შორის ამადა ეს ბერტონ მეგობრობ მე და ესეც ვეულები ხომე რომ რავი ახლა მაგას ხედავთ ხო რომ რაღაცა თორე რავი რაღაცა რომ დავინახო ახალი და ისეთი შენს გაგიჟდები და მეც გავგიჟდები სიხარულისგან ხო როგორც მაგალითად თავის დროზე როცა გამოჩნდი თავის დროზე როცა თქვენი ხედვები სიახლე საზოგადოებისთვის აი დღეს მაგალითად მე ხშირად მიკითხავს რომ ხო ანუ რამდენი თაობა ახლა უკან რომ გადავთვალოთ ანუ ყოველ წელს ანუ მინიმუმ ვინც ამთავრებს და ვისაც უკვე ხელში უჭირავს, ну, დიპლომირებული ასე ვთქვათ, სპეციალისტია სხვადასხვა დარგის, იქნება ეს ეკონომისტი, იქნება იურისტი თუ ასე და ასე შემდეგ, თუ აღარ გავყვე. ანუ როგორ ფიქრობ, ანუ რა არ არის ინიციატივა თუ აი რის გამოც მაგალითად წავიდნენ ის ადამიანები, ვინც შენი მხარდამჭერები არიან და უკვე ევროპაში ცხოვრობენ თუ ბრიტანეთში თუ ამერიკაში არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, ანუ იმიტომ რომ ესენიც ვერ ხედავენ პერსპექტივას, ანუ აი რა შეიძლება იყოს მიზეზი, იმიტომ რომ თითქოს არის სულ ლაპარაკი, რომ აი იმიტომ არ იქნება და კონსოლიდაცია იმიტომ არ ხდება აი ამ იდეის გარშემო, რომელიც მე შეიძლება გადაიქმნას ძალად, რომელიც აი ამ რეჟიმს ჩაყლაპავს, აი ხსნიან თითქოს ამით, რომ იმიტომ რომ ვერ ხედავენ მომავალს. რა მგონია, ამ ქვეყანაში ვინც არიან, მე მგონი რაღაცა ნაწილის პრობლემა ის არის, რომ ისინი ჩართული არ არიან პროცესებში. რაღაცა დისტანციიდან მათ შორის ზოგი გადაიღალა, ზოგი რისკების გამო გაიწია. თორე ეს ადამიანები ჯამში ჩაერთონ ამ პროცესებში და აი ამ ხარშ ხდება, რო თქვი ხარშა ხდება აქეთ. ამ ხარშის პროცესში ბევრი ადამიანი ჩაერთო, რაც რომ მალე ჩაერთვებენ, ის რომ მალე მივალ და მივალ რაღაცა საერთო გამოსავლამდე, რომელზეც საბოლოო ჯამში შევდახვრებით. ეგ არის ერთი და მეორე ორგანიზებული პრობლემა გვაქვს. აქეთ ამ ხარეს, იმიტომ რომ ერთი რომ პროპაგანდა აქვს საქსავს როგორ არის ქართულად? ხო, დავიქსაქსოთ. ხელს უწყობს რომ დავიქსაქსოთ. წარმოთქვი, ხელს უწყობს რომ დავიქსაქსოთ. მეორე რესურსები არ არის, რომელიც ასევე გჭირდება ორგანიზებისთვის და მესამე არის მუდმივი ცდილობები ასევე რეჟიმის მხრიდან რომ კალაპოტიდან ამ მოგაგდოს რა. რაც ახლა გინდა არ გინდა როგორც არ უნდა მოიტყო თავი რომ აი არა მე ეს არ მეხება და რაღაც ბაუ ჩემზე მოქმედებს და ჩემ გარშემო რო ყოლო ყველაზე მოქმედებს. ის რომ ახლა ძიყვაზე არ ვიცი რაღაცა ვიდეოს გაკეთება გინდა რაღაც კონკრეტულ თემაზე გინდა ლაპარაკო და უცებ ბაც და შენს მაგას დაიჭირეს დღესა ჩასოს ციხეში რავი ამომაგდო კალაპოტი ხო ხდები აი რაღაცა ის რომ თუნდაც მიუხედავად იმისა რომ სულად გადააზრებული მქონდა და იმ შუთეში გადავიაზრე გამბავი რომ მე შეიძლება ბევრი ხით მომიწევს ციხეში წასვლა და მაგაზე ბევრი ფიქრი ახლა არ დამჭიროებია უფრო მეტი რომ დამეხარდა სიტყვაზე ნატასთან რაღაც ამაზე საუბარზე და ჩემ თავში ყოთ მოხარშული და რაღაც გადმოცემას ვიდრე ისო ხა მე მაგაზე ხელახლა მეფიქრე აბა ღირს არღის რაღაცა გადახარშული მქონდა რაღაც მაგრამ მიუხედავად მაგისა როცა დააჩქარეს თვითონზე პროცესი და მოლოდინი მქონდა რომ აი აგვისტოს შუაში უკვე მაბრუნებენ ნუ კალაპოტიდან გააგდებს რაღაცებს გეგმა რაღაც აზრები მქონდა დალაგებული რომ ეხა ამას დავიწყებ აგვისტოში ამას გავაკეთებ სექტემბერში ამას გავაკეთებ ოქტომბერში რა პირობითად ვიზახი რა როცა წარმოდგენა მქონდა რომ შეიძლება ეს პროცესი მინიმუმ 1 წელი გაიწელოს და ისე ყველაფერში დამოტრიალდა ხო შეიძლება ხო უცებ კლუბარო სალსაწერი დაგიპატარავდა და სხვა რაღაცებზე ფიქრობ გადავერთვე იმაზე რომ რაღაცები მაგ გადასაბარებელი ნატაზე პარტიაში რაღაცებს საფიქრალი მაქვს რომ ყურას რა დაუბარო იმას ეთოს რა დაუბარო იმას რა დაუბარო ამას რა დაუბარო მოხდები ტვიმა დაიწყო იმაზე აზრობა და მანდ ეხა მაიმუნობა
უთხრობა რომ არა მე ეს არ მეხება და მე სულ რაღაცა ის არა სისულელი გაგდები მაგრამ გელებო კიდე ისე რომ ბევრი რაღაცა გიშლეს ხალებს ვეკითხები ხოლმე როგორი დედა ხარ თქო და შემდეგ კითხო როგორი მამა ხარ როგორც იმას არ გეკითხებ ხა ზუსტად ვიცი რომ გენატრება და ხა შვილია და შენი შვილია და როგორ არ უნდა გენატრებოდეს მაგრამ იცი რა არის იმათი შენი შვილების ასაკის გათვალისწინებით აი ის რამდენიმე თორე როცა იყავი ტყვეობაში შენ არ ვიცი გიკითხავს თუ არა გიკონტაქტია თუ არა მაგ თემაზე მაგრამ აი თავად როგორ ფიქრობ სად დააკლდი ყველაზე მეტად ან თუ გითხრეს რომ და ზუსტად გაქვს ამაზე პასუხი იმიტომ რომ მაგ მაინტერესებს იმიტომ რომ აი ეს საზოგადოებას განსაკუთრებით რომელიც აი ცოტა ისე არის რა ხო იცი მიყუჩებული მინდა რომ იცოდეს ეს სენტიმენტები მარტო იმიტომ კი არა რომ შენზე უფრო კარგი შთაბეჭდილება შეექმნათ არამედ იმიტომ რომ მართლა რა ემოციებზე ვლაპარაკობთ და მართლა როგორი არა ადამიანური აი ეს მიდგომა რომ მამას ართმევ ბავშვებს შვილებს ართმევ ხო შვითვეშიც და ეხაც ეგ მაქვს აფიქრალი სინამდვილეში საფიქრე ცხადი იმაზეც არის არავის ეს არ არის მარტივი ამბავი არ ჩემი ძმისთვის არის მარტივი არ ჩემი მეგობრებისთვის არის პარტიაში მარტივი არავის არ არის მაგრამ ყველაზე მეტად და ნაცხადი ხარ ნატაზე აღარა მაქვს ლაპარაკი მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაფიქრებ და მაშინ მშვიდითვე და ეხლა რაც მაფიქრებს არის პატარა რომელიც ახლა ცხრის გახდა რომელიც არის ხო არის რომ შვილი ძალიან მოწეპებულია შენზე რა ანუ შვილები სხვადასხვანაირები არიან როგორიც დაიბადებიან ისეთები არიან სულ არ იცრება ეს რაღაცა მაგას მივხვდი ჩემ შვილებზე და ცოტა უფროსებს კიდე ერთი ის დამოკიდებულება სხვა მაქვს და რაღაცას დაელაპარაკებ რა ვიცი რაღაცა პატარა არის რომელსაც ერთი ძალიან მიჭირს აუხსნა რატო ხდება ეს ჩემ თავს და ჩვენ თავს და მეორე იმდენად მოწეპებულია რომ ძალიან გაუჭირდა მაშინას და ვიცი რომ ეხლა ძალიან გაუჭირდება და რაც გაფიქრებს იქ ციხეში არის ის რომ შვილი არის ისეთი რაღაცა რომ აი ნებისმიერი ცანდაში აი როწონი აი გიღის თუ არა ეს ყველაფერი აი ამათ რომ ამდენი წრთვიან ამდენი წელი ციხეში იჯდე ხო წონი მაგას რომ აი თავა ერთ-ერთი თავ რასაც ადარებ არის ეს რომ აკლდები იქით რაღაცებს რა opportunity cost არის ეკონომიკურად ამას რა აი ამას აკეთებ იმას ვეღარ აკეთებ რა და აკეთები შვილებს და ყველაზე მუტალი ამბავი რადგან მიფიქრი არის ეს რომ ცოტა ოდნავად აი რასაც დარებ რომ აი თუნდაც ერთი წამი რომ წარმოიდგინო ერთი წამი როცა შენ შვილს ჭირდები რაღაცაში ეს არ არის ის რომ რაღაცა პირობითად ეხა ძალიან უხეში მასე არა მაგრამ სისხლის გადასხმა ჭირდება კი აი რაღაცა ის ჭირდება შეიძლება შენი აზრი ჭირდება აი ყველაზე მარტო რაღაცაზე რომ აი მან უნდა დახმარება რაღაცა უნდა კითხოს და შენ ჭირდები რომ აი მაგაზე შენგან ელოდება პასუხს და ამ პასუხმა შეიძლება ეს ადრე შენი შვილი შეცვალოს რაღაცა სხვა მიმართულებით წაიყვანოს და იქ არ ახალ ისე აი მაგას ადარებ იმას რომ აკეთასაც აკეთებ აი ეს ყველაფერი ღირს თუ არა მაგას ამ შემთხვევაში უმცროს გულისხმობ რომ ანუ ციხე იმიტომ რომ აი ანდროს შვილს მაგალითად ნიკოს რომელიც ახლა წელს გახდა 5 წლის იმას უთხრეს რომ რაღაც დაახლოებით ესე რომ გასტროლებზეა თუ საზღვარგარეთ და ჩამოვედა იცოდა არის ის არ ვერ აუხსენი მიზეზი ეხაც ვერ უხსნი ჯერჯერობით იმიტომ რომ ჯერ პატარა არის და აი ეს ცუდი კარგი კატეგორიებით აზროვნებს ანუ თვითონ შენ თავი რა ხომ კითხავს რა კაია ცუდია კარგია კარგია სხვა მის იქით აღა ეგეთი ჯერ პატარა მაგრამ ჩემი პრინციპული ის იყო თავიდანვე ნატას ვთხოვე რომ იქო თვეში ერთხელ ხო გაქვს შუშის იქით პაემანი ჩემი პრინციპული ის იყო რომ პირველივე პაემანზე მოიყვანე მეთქი ორივე თქო რომ ენახათ იმიტომ რომ რაღაცარად მიხვდეთ იმის რომ პატარები არიან ეს ბოლო ორი მგონია რომ მათი მეხსიერებაში მათ მეხსიერებაში ეს უნდა არსებობდეს რა როცა გაიზრდებიან ზასული ადამიანები იქნებიან რაღაცნაირად მინდა რომ მათ მეხსიერებაში არსებობდეს როცა პატარები იყვნენ ნანახი ქონდეთ რომ აი მამამისი რაღაცა იმ შუშის იქით რაღაცა გისოსებში სადღაცა იჯდა მე არ ვიცი ეს ხო შინაარსი რო არ მჯერა რომ ეს რაღაცა ეს ტრამვა იქნება ისე არაფერს მაგისი ამჯერა პირიქით გონია რომ რაღაცა მათი ცხოვრების ნაწილი არის ეს აუ ეგეთ ოჯახში იზრდებიან სადაც მამის მოუწია რაღაცა პერიოდში რომ ციხეში ყოფილიყო და შეიძლება მოუწიოს ეხლა რომ კიდე დიდხანს იყოს მაგრამ მათი ცხოვრების ნაწილიც არის ეს უნდა გულებს რომ ეს მამა ჩართული იყო იმ ამბებში რომელიც ქვეყნის გადარჩენას გულებს მე როცა გაიაზრებენ რაღაცა რა ქვეყანა იყო რაღაცა მე თვითონ იფიქრებენ ამაზე და შეიძლება მაგის მე დრომე აღარც კონდეს რომ კიდე რაღაცები მე აუხსნა მაგრამ რაღაცნაირად ეს მინდოდა რომ მათ მეხსიერებაში ყოფილიყო მაგაზე რაღაცა ნატასთან და საუბარი და გარჩევა რომ ესე ჯობია თუ ისე ჯობია და მე უბრალოდ ამჯერა ხოლმე მაგისი რომ რაღაცა ეს ბავშვი ფსიქიკას რაღაცა ტრავმა დააჭირა რეალობა არის ეს რა ისეთი ჩვენ ვიკამათ იმაზე ბავშვმა როდის უნდა გაიგოს თოლის დაგუა რეალურად არსებობს რაღაცა და ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო რომ თავიდან უნდა გაიგოს რომ არსებობს ხო მე დღეს არა ნუ რა თქმა უნდა ვიცი რომ არ მაგრამ მე ვამბობ რომ ჩემი განწყობით აი ხო რაღაცა ცოტა ეს ქრისმას ტიპი ვარ თქო და ზურა ისეთი ფაქტი ახსენე რომელზეც აი პირველად როცა ეს დავაფიქსირე აი ის შუშის მიღმა შეხვედრა და მახსოვს რომ აი პირველი ჩემი პაემანი იყო ხანმოკლე პაემანი ქვია ლაშასთან და დედაჩემთან და
იმ ფან მინაზე შევამჩნიე პატარა ბავშვის ხელები და აი მართლა იმ მომენტში გადაფარა ამან ყველა ემოცია, აი ეს დაჭერა, უსამართლობა, უადრომე მოხდება და დაფრიდან ბავშვის ხელები. რაღაც მე ვამბობ რომ მე ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ვარ მშობელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ამაგი მაქვს ჩემი მეგობრების შვილებზე თუ არ აქვს მნიშვნელობა ზოგადად შინაარსი ვიცი ეს რასაც ნიშნავს ახლა რასაც ვამბობ ეს იყო უმძიმესი რომ უსამართლო დაჭერილ მამასთან მიდის შვილი და ხელის მიდებით ანუ იქნის შუშაზე. რო თითქოს ხო აი ეს უმძიმესი და მაგარი კრიტიკული მომენტი როცა ყველაზე მეტად გაწובה ეს შეხვედრის ამბავი. კი და ყველაზე მეტად ზოგადად თუ გაწუხებს ეგ ამბავი და გენატრება და მან ძალიან გაწובה რომ აი აგერ არიან აი მარტო თუნდაც ამ ერთი ეპიზოდის გამო არავინ არ თქვას რომ რეჟიმს რაიმე ადამიანური სადმე შეიძლება გააჩნდეს და კიდე რომ ამბობთ ხოლმე რომ აღარაფერი არ გვაკვირებს ხო აი ასეთი ფაქტის მერე არაფერი არ უნდა გაგიკვირდეთ არ არის ამისთვის აუცილებელი რომ მაინც და მაინც ვიღაც მოვკლან და ჩაცხრილონ ქუჩაში ესეც დაუშვებელია ისიც თავისთავად და მსგავსი ფაქტი რომ მინდა რომ არ იყოს საქართველოში და მოკლედ ჩემი აზრები ძალიან კარგად იცით ჯობია ბევრი მაგ ფაქტებზე რაღაცებზე ნაფიქრი და ძალიან სწრაფად მივედი იქამდე რომ არ შეიძლება მაგ ეს უსამართლობა ისეთი რაღაცა არის რომ შეიძლება გაგაგიჟოს შეიძლება მართლა გაგაგიჟოს უსამართლობა და ძალიან მარტივად შეიძლება გაგაბოროტოს და ეს მგონია ყველაზე დიდი პრობლემა მე ძალიან მარტივად სწრაფად მივედი იქამდე რომ ჯობია გადაარჩინოს საკუთარი თავი რომ მე დაჯაბნო ეს დანარჩენი პრობლემები. შენ თუ შეგწონდა შენ თუ გახდეს სხვა ადამიანი ეგ არის ისიც იმათ უნდა და მან გონია რომ თავ მან მარცხდები თუ მარცხდები. იყო ფილა შენს გარშემო შენს დარწმუნებული ვარ რომ შენი პრინციპულობით მაინც შენსაც გაიტანდი მაგრამ ირგვლივ უახლოეს გარემოცვას გულისხმობ ოჯახს, მეუღლეს, მას, მეგობრებს, შენს სამეგობროს, როცა ну შეიძლება ვერ გაგიბედეს გონია რომ უფრო ვერ გაგიბედავდნენ ეგეთ რაღაცას რომ აი ზურა გაჩერდი და დაწმენდი და არ გინდა და ნაბიჯი უკან დაიხიე თუ რაღაცა მსგავს და ჩემი იყო ბოლო ეგეთი ადამიანი ვინც ეგეთ რაღაცას მეუბნებოდა იმიტომ რომ ალბათ იმიტომ რომ დედაა და არაფერს აზრი არ აქვს შვილის გარდა ყველაფერი არის 37 ხარისხოვანი დედა ჩემი იყო ბოლო ადამიანი ეგეთ ვინცა დააჩენი არა იმიტომ რომ ეხლა ჩემი ძმა მიცნობს ყველაზე კარგად ალბათ მატა მიცნობს ყველაზე კარგად ჩემი ძმა კაცები ხოლმე ერთად კურსიდან სკოლაში ისინი მიცნობენ ამიტომ არა იციან რომ მაგას აზრი არ აქვს და ეხლა კი არ გაუგიათ ეგ გაიგეს თვითონაც ებრძვიან ხო გაიგეს 40 წლის წინ რომ ხო აზრი არ აქვს მაგას დედა ჩემი იყო ბოლო ვინც რაღაცას მეუბნებოდა ზურა ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადო, მაგრამ ბოლო 3 წუთი, აი არ ვიცი, ბოლო შენს თავარ სათქმელს მოუყარე, ბოლო რამდენიმე წუთში მე არ გაგაჩერებ, არ ჩაგეკითხები, მაგრამ შენი ლაპარაკი მაგას გავაგზავნებ, რომ საბოლოო ჯამში ესეთ რეჟიმებთან ბრძოლა არის ძალიან ინდივიდუალური ამბავი. შენ რასაც აკეთებ, იმიტომ რომ შენ ხარ ეგეთი და შენ აკეთებ მაგ. ყველანაირი YouTube-ს ეხა პროტესტზე თქვა, რომ აი ხა ეს პროტესტი კონკრეტულად ამ მიმართულებით არაფერი ეგეთი არ არის. უბრალოდ ხარ ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელმაც გაჭედა და იცახის, რომ მე აი ამ რეალობაში ესეთ უსამართლობაში ცხოვრებას არ ვაპირებ და ჩემი პრინციპული ამბავია, რომ ამას დაუპირისპირე და აკეთებ ამას როგორც შეგიძლია, თუნდაც ეხა რასაც აი პოდკასტ რო დაი. ეგეც ყველაფერი მაგის გამოხატულებაა, რომ სადღაც გინდა რაღაცა გამოხატვა, ისაც როგორც იძლია იქ ავი სოციალებში რაღაც აკეთებ, ფიზიკურად სადღაც გახარ, ეს შეგიძლია ამის კეთება დაიწყე. ესე არის ყველა ეს ადამიანი, ვინც ახლა ამ ბრძოლაში ეძურა, ყველა შემთხვევაში მივა გამარჯვებამდე. შეუძლებელი ან მართლა აღარ იარსებებს საქართველოს საქართველოს არ იარსებებს ის კი არა რაღაცა საქართველოს ისადაც ჩვენ გვასწავლიდა რა ჩვენ წარმოდგენაში არსებობს რაც არის ჩვენ გაგებაში ეს ქვეყანა როგორც მოვიდა აქამდე და ეგ ყველაფერი შეუძლებელია მე მაგის ჯერ ამდენი 1000 წელი აქ დავბოდიერებ ამ ტერიტორიაზე და მაგიტო დავბოდიერებ რომ ეგეთი ხალხი ვარ რომ რაღაცა ვეფხისტყაოსანი ვარ და ვაჟა-ფშაველა ვარ და მაგაზე ვიზდებით მაგას ვასწავლეთ საკუთარ შვილებს და შეუძლებელია ის ხალხიც ჩვენ წინააღმდეგ არის ხარ გაუაზრებლად ისინი საკუთარ შვილებს მაინც მაგაზე გაზდიან აბიშები გაიზრდებიან რომ წაიკითხავენ ყველა შემთხვევაში მაინც ეთები გაიზრდებიან როგორც ჩვენ ხო და ის გამიგე მოგეთ ვარ გამიზეს რომ კი ეს არის თითოეული ადამიანის ისტორია და უსთავაზოდ გავახმოვე ძალიან ბევრჯერ მქონია ისა რომ რაღაცა გონია რომ კარგი ფილმი იქნებოდა ოღონდ ძალიან გრძელი ფილმი იქნება თითოეული ადამიანის ისტორია რომ მოყვე ხვაი როგორი მრავალფეროვნება არის და რომ მოყვე აი თითოეული ადამიანის ბავშვობიდან იმან რა ცხოვრებით იარა რეები რა გზებია გამო რაღაცა და საბოლოო ჯამში რომ მოგორ მოვიდა რუსთაველზე და მგონია რომ იქნება აი ძალიან საინტერესო ფილმი ჯერ ძალიან მაგარი ხალხი დგას, მაგრამ ისეთი მრავალფეროვნებაა, ვის რა გზა აქვს და ყველამ რაღაცა რო თავი მოიყარა და საბოლოო ჯამში მაგაზე დგას პროტესტი და მაგაზე დგას ამ ქვეყნის სინდისიც ახლა ამ წუთში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა შენ და
ლაშას. ხო, ლაშას მადლობა, რომელიც რამდენჯერმე გადარჩა პატივისცემა, არა მხოლოდ შენს ოჯახსაც და ხო, იმაზე აღარ მილაპარაკია რაღაც. და გამარჯობა. თქვა ესეთი ხო ახლონად ესაური კავშირები არა, მაგრამ ირგვლივ რო ყავს ოჯახის წევრები, რომლებიც თურმე დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს. არ ვიცოდი, მე გავიგე ბოლოს ეგ ამბავი. მეც ძალიან გვიან ესე სიღრმისეულად ასე ვთქვა და ხო, მეც გისურვებ გამარჯვებას, რა ის ერთობლივი ხო, ერთად გამარჯვება. მოა ეგ ამბავი სანადად. ზურა ჯაფარიძე იყო დღევანდელი პოდკასტის სტუმარი. მადლობა შემაყურებელსაც. მადლობა უნდა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის. ბედნიერად. Podcast Tribusha.